საღამომშვიდობისა ეს ხალხის პოლიტიკაა ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე ჩვენ ყოველ ორ შაბათს აქ ამ სტუდიაში დებატებს მართავთ ფართო აუდიტორიის ჩართულობით. საქართველოს კონსტიტუცია გადასინჯვის ეტაპს გადის. წარმოდგენილი პროექტით უქმდება მაჟორიტარული სისტემა, თუმცა პროპორციულად ჩატარებული არჩევნების შემდეგ გაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიაქვს. მანდატების თემა ოპოზიციის პროტესტს იწვევს. კიდევ ერთი თემა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უქმდება. წარმოდგენილი პროექტით პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს. ეს თემაც დავის საგანია. მომდევნო სადისკუსიო საკითხი უნდა შენარჩუნდეს თუ არა საარჩევნო ბლოკები. ეს რაც შეეხება გადაცემის პირველ ნაწილს და პოლიტიკურ დებატებს გადაცემის მომდევნო ნაწილში კიდევ ერთი აქტუალური საკითხი თამბაქოს მოხმარება და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 20 და 50 ლარიდან დაიწყება, იურიდიულ პირებზე 500 ლარიდან. მოწევა აიგრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა ნაგებობაში გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმროსი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში. 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ შეკრებებზე და სხვა. კაცი რესტორანში რო ქეიფობს, სიგარეტის გარეშე გაუჭირდება. ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება თვით რესტორნებს და ამ სფეროს. ძალიანაც მისაღებია და სხვისი მოწეული თამბაქო ის კვამლი მაზიანებს მე ძალიან. არ შეიძლება მოწევა, ძალიან მაგარია. ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში პირველი მოსმენით მიღებულია. მაისში იგეგმება მეორე და მესამე მოსმენით დამტკიცება. 2018 წლიდან კი ცვლილებების ძირითადი ნაწილი ამოქმედდება. კანონი არის ძალიან აუცილებელი, იმიტომ რომ საქართველოში არის კატასტროფული მდგომარეობა. 34% ჩვენი მოსახლეობისა ეწევა. საქართველოში 11,000 ადამიანი ეწირება ამ ეპიდემიას. ყოველწლიურად, ყოველ მეხუთე ადამიანი. რას ნიშნავს ჩანაწერი პროექტში თამბაქოს მოწევისა და მოხმარების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებითა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით. მაგალითად, თურქებმა გააკეთეს ესე, რომ სიგარეტის ადგილზე არის ყვავილი აქ ტუჩთან. თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების მაჩვენებელი საქართველოში. რა საერთაშორისო გამოცდილება არსებობს? რა მიზანს ისახავს და რა შედეგს მოიტანს საკანონმდებლო ცვლილება? თავარია რომ მან არ მიიღოს ისეთი ფორმა, რომ კანონის ძალაში შესვლიდან ფაქტობრივად ის გადაიქცეს, ასე ვთქვათ, ფარატინა გაღალდად. ამ კანონის შედეგი იქნება ის, რომ ის ბევრჯერ და ბევრგან იქნება იგნორირებული, ზოგჯერ იქნება კორუფციის წყარო და ყველა შემთხვევაში დააზიანებს ბიზნესს და ტურიზმს. თქვენ განსხვავებულ მოსაზრებებს მოისმენთ. არ მივესალმები არანაირ მთავრობის ჩარევას საზოგადოების ცხოვრებაში. მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ ალბათ ქართველები ერთ-ერთი ყველაზე წეველიერი ვართ. მე მაგალითად თუ დავლებ ყავას და ვერ მოვწევ, არ შევალ საერთოდ იქ. ფიქრობ, რომ ძალიან კარგი კანონპროექტია და მანამდეც უნდა მიიღოთ. მხარეები ჩვენ სტუდიაში საკუთარი არგუმენტებით მოდიან. დღეს 20 საათზე დებატები ხალხის პოლიტიკაში. თამბაქოს თემას ჩვენ გადაცემის მომდევნო ნაწილში დაუბრუნდები და აქ ფართო დისკუსია გვექნება ამ თემაზე. რაც შეეხება გადაცემის ამ ნაწილს, როგორც უკვე გითხარით, პოლიტიკურ დებატებს წარმოგიდგენთ. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი იმყოფებოდა პარლამენტში და მის გამოსვლას მოყვა დებატები. დღეს უკვე კონსტიტუციის საკითხი არის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში, რადგან მიმდინარეობს ამ მთავარი დოკუმენტის გადასინჯვის პროცესი, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ნიკა რურუა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, საღამომშვიდობისა, მობრძანდით ჩვენთან. მოგესალმებით, დაიკავეთ თქვენი ადგილი თუ შეიძლება. ზაზა ხუციშვილი, ქართული ოცნება. ბატონ ზაზა, საღამომშვიდობისა. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ბატონიკა, მე მინდა კონსტიტუციასთან დაკავშირებით დაგისვათ პირველი შეკითხვა. დღეს უკვე გაკეთდა ერთ-ერთი პოლიტიკური გუნდისგან განცხადება, საპროტესტო განცხადება ამ საკონსტიტუციო გადასინჯვის პროცესთან დაკავშირებით და კომისიაში ისინი არ იმუშავებენ. რა პოზიცია აქვს ნაციონალურ მოძრაობას? თქვენი აზრით, საით მიდის ეს პროცესი, რასაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ კონსტიტუციის გადასინჯვა? მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩემი სტუმრობა, თქვენთან პირველად ვარ, საინტერესო ფორმატია ნამდვილად. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ჩემი აზრით, კონსტიტუციურმა კომისიამ მიიღო აბსოლუტური ფიქციის გამართლების ლეგიტიმაციის ფორმა, სადაც
იმის მაგივრად რომ რეალურად ფართო კონსენსუსით და გაუმჯობესებისკენ სulis მიმართულებით იაროს კონსტიტუციამ შემუშავებულია დოკუმენტი, რომელიც ოლიგარქიას ამტკიცებს რაღაცა უადო პერიოდით საქართველოში. ამიტომ ჩემი აზრით ყველა კეთილგონიერი პროდასავლური და თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, სუვერენიტეტზე ორიენტირებული ძალა უნდა გამოეყოს ამ კომისიას ის უნდა დატოვოს. ჩემი აზრით ნაციონალური მოძრაობა მას დატოვებს, თუმცა მსჯელობა ჯერ ამაზე არ დამთავრებულა. სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გვეცოდინება საბოლოო პასუხი ამაზე. ვინც დატოვა, მე მათ პირადად უწონებ ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ვიმეორებ ეს კომისია არის კონსტიტუციის არა გაუმჯობესებაზე, არამედ გაუარესებაზე ორიენტირებული და მომართული ორგანო. რას ელოდებით? ანუ თქვენი აზრით შეიძლება შეიცვალოს რამე, აი რატომ მაგალითად დღეს არ თქვა პოლიტიკურმა პარტიამ, თქვენმა პარტიამ, რომ აი ჩვენ აღარ ვაპირებთ ამ. იცით რა, ჯერ ერთი მონაწილეობას რაღაც ფორმატში მაშინ აქვს აზრი, როდესაც ჩვენ მონაწილეობას რაიმე ზეგავლენის გავლენა მოხდენა შეუძლია. თუ ფიქცია ხდება მონაწილეობა და რეალურად შენი ხარ, როგორც შირმა, როგორც უბრალო რა გითხრათ, საფარი იმისა, რომ ვითომ ყველაფერი რიგზია, მაშინ იქ ყოფნას აზრი არ აქვს. თავიდან ჩვენ მონაწილეობის მიღება დავიწყეთ გულწრფელად იმისთვის, რომ რეალურად გაუმჯობესებული იყო ის ხარვეზები, რაც კონსტიტუციას აშკარად აქვს. მაგრამ ეს მიმართულება გაუმჯობესების მაგივრად წავიდა გაუარესებისკენ. როგორც ვიცით, ამ კონსტიტუციის პროექტით ხალხს ერთმევა პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება, რაც დამოუკიდებლობის დღიდან სულ ასეა და ეს ჩამოურთმევი უფლებაა, ეს სრული აბსურდია ჩვენი კონტექსტის, ჩვენი კონსტიტუციური მოწყობის, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე ამის გაკეთება უბრალოდ დაუშვებელია. როგორც თქვით, საარჩევნო სისტემა ვარესდება, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული გადაუნაწილებელი ხმები მიაქვს მხოლოდ მმართველ პარტიას, პრეზიდენტის ინსტიტუტი სუსტება კიდევ უფრო, რადგან მას ერთმევა ბევრი ფუნქცია, მათ შორის უზენაესის მოსამართლეების წარდგენის უფლება და სხვა მნიშვნელოვანი უფლებები, უქმდება უსაფრთხო უშიშროების საბჭო, რომელიც ოკუპირებული ქვეყნის პირობებში, როგორც საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ატარებს იდეაში და ბევრი მინუსი აქვს. ამიტომ იქ ყოფნას მე პირადად ვთვლი, რომ აზრი არ აქვს და ამაზე ბუნებრივია პოლიტიკური ძალა კონსენსუსის რეჟიმში მიიღებს გადაწყვეტილებას. გასაგებია, ბატონ ზაზა, კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რაზეც ფართო კონსენსუსი უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ეს კონსტიტუცია ეკუთვნის ყველას და არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას. თქვენი აზრით, შექმნის თუ არა პრობლემას, თუ კი კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში ერთ მხარეს აღმოჩნდება მმართველი გუნდი და ყველა დანარჩენი გავლენიანი ოპოზიციური ძალა, ან შედარებით სუსტი ოპოზიციური ძალა, არ აქვს ამას ახლა მნიშვნელობა, აღმოჩნდება ხაზის მეორე მხარეს. იქნება თუ არა ეს პრობლემა თქვენი აზრით? მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში არის იქ მუხლები, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი და საკმაოდ კვალიფიციური ეთანხმება, ვიტყვი ბატონ ვახუშტი მენავდეს, ბატონ ვახტანგ ხმალაძეს და ასე შემდეგ, რომელიც თუნდაც პრეზიდენტის არჩევის წესს იზიარებს, რომ ეს იყოს პარლამენტის ოღონდ გაფართოებული მასშტაბით და ფორმატით. როგორც ეს ხდება მაგალითად გერმანიაში და მაგალითად იტალიაში. რატომ არ არის ის ქვეყნები დემოკრატიული და რა პრობლემას ქმნის ეს? მით უმეტეს, რომ ეს პროცესი მე ვფიქრობ, რომ უფრო განხილვადი უნდა იყოს საარჩევნო სისტემასთან მასში. ანუ თუ კი ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი სისტემა, როდესაც ქართულმა ოცნებამ აიღო 48% და მაჟორიტარებმა პრაქტიკულად ყველაფერი მოიგეს და ყავს 115 დეპუტატი, ხო? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა გარკვეულ შეკითხვებს აუცილებლად გამოიწვევდა. მაგრამ იმ პირობებში, თუ კი ქართული ოცნება არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც გადადგა ამ მიმართულებით ნაბიჯი, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკური ძალა, ვინც იყო ამ სისტემას არავითარ შემთხვევაში არ თმობდა, გულისხმობ მაჟორიტარების არჩევას, ხო? ყველას ჰქონდა ამის საშუალება, რომ გადაეხედა თუ კი უფრო დემოკრატიულად ხედოდა პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ არავინ არ გადადგა ეს ნაბიჯი, მხოლოდ ქართულმა ოცნებმა გადადგავს ამ ნაბიჯს და ამ შემთხვევაში ის გადაუნაწილებელი თითქოს რო ქმნის პრობლემას, აქაც მინდა
ზუსტად ავხსნა, რომ თუნდაც აი ამ 2016 წლის არჩევნებში ეს გადაუნაწილებელი რითმები იქნებოდა მაქსიმუმ 15 და არა მეტი. თუ კი კარგად დავთვლით, შეიძლება 20. მაგრამ ჩვენ არ ვიცით მომავალში რამდენი იქნება. ამიტომ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პროპორციული სისტემით საქართველოში არჩეული იქნა ესეთი დიდი უპირატესობით. ეს ამის ალბათობა ძალიან მცირე არის, მაგრამ კიდევ ერთხელ მე მომყავს უამრავი მაგალითი ევროპული ქვეყნების, სადაც პარლამენტი გაფართოებული შემადგენლობით და კრებით და სხვადასხვა ფორმით, აი მაგალითად გერმანიაში თუ კი ბუნდესტაგში არის 635 ადამიანი, 1200 კაცი ირჩევს პრეზიდენტს. ამიტომ ბატონი ვახტანგ ხმალაძის წინადადება, რომ პარლამენტს პლუს თვითმმართველობიდან არჩეული რაღაცნაირი კრება თუ რა დაერქმევა ამას პირობითად არ აქვს მნიშვნელობა აირჩევს, ამაში პრობლემას ნამდვილად. მაგრამ ამ პოლიტიკურ კონტექსტში რა გაქვთ საწინააღმდეგო, რომ პრეზიდენტი აირჩიოს ხალხმა პირდაპირ წესით? აი რატომ ამას უარი და რატომ თუნდაც კოლეგიას კი ბატონო? მოდით გადავხედოთ ყველა იმ კვლევას, რომელიც სტარტდება საქართველოში მას შემდეგ, რაც თქვათ ეს სოციალური კვლევები ტარდება. საქართველოს მთავარი გამოწვევები, ეროვნული გამოწვევები, როგორც წესი არის ეკონომიკური მდგომარეობა, როგორც წესი არის უმუშევრობა, არის ტერიტორიული მთლიანობა და ასე შემდეგ, აღარ ჩამოთვლი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ძალიან გაუმჯობეს და ბოლო წლებში და ასე შემდეგ, ხო? არც ერთ ამ ჩემს მიერ დაყენებულ პრობლემაზე პრეზიდენტი ქვეყნის პასუხისმგებელი არ არის. ამიტომ მისი საარჩევნო კამპანიაც დგება გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ აი რა მესიჯით მიდის პრეზიდენტი ამომრჩეველთან. გარდა ამისა, თუ კი პრეზიდენტი არ იქნება პარტიული, მისი დაფინანსების წესიც იწვევს შეკითხვებს, როგორ იქნება პრეზიდენტის არჩევნები, ვინ დააფინანსებს მის საარჩევნო კამპანიას, იმიტომ რომ თუ კი პარტიის მიერ იდგება ის წარდგენილი, გაჩნდება ეჭვი, რომ ამ პარტიის გარკვეულწილად შეიძლება იყოს ინტერესების გამომხატველი. ამიტომ არაფერს გაუგონარს და ისეც რაც არ მუშაობს თემსოფლიოში ჩვენ არ ვიგონებთ, ეს არის მიღებული წესი. შეკითხვები თუ გექნებათ მაგალითად იმაზე, რომ კვლევები რას აჩვენებს, ხო თუ გინდა შემდეგ ვისაუბროთ ამაზე. მივალთ ამ საკითხამდე, ბატონიკა, აი ნახეთ, რომ არ ყოფილიყო, თქვათ, პრობლემა მარგველაშვილსა და მართლ გუნდს შორის. თქვენი აზრით ეს საკითხი დადგებოდა თუ არა საერთოდ დღის წესრიგში? თქმა უნდა, არ დადგებოდა. და მინდა გავცე პასუხი ჩემ ოპონენტს, რამდენიმე მაგალითი მოიყვანა მან, თქვა რომ იტალიაში და გერმანიაში ასე იქ პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს და მან იქ დაცვა ესეთი კითხვა, უფრო რიტორიკული სახის არის თუ არა დემოკრატიული საკმარისად იტალია და გერმანია. რა თქმა უნდა არის. საქართველო არ არის საკმარისად დემოკრატიული იმისთვის, რომ იქ პარლამენტმა ერჩიოს პრეზიდენტი. პრეზიდენტი დღეს ასრულებს უმნიშვნელოვანეს დამაბალანსებელ ფუნქციას, ჩემო ბატონო, თავკომბალა აღმასრულებელი ხელისუფლებისა. სწორედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი არსებობს დღეს, ბევრი საკითხი, რომელიც დღეს მხოლოდ რა გითხრათ, ნოტარიუსის ბეჭედივით დამტკიცდებოდა პარლამენტში მოკალათებული საპარლამენტო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ, ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი და საზოგადოების პროტესტის, როგორც უკიდურესი და ბოლო ზომის პროტესტისა საგანი. პრეზიდენტი დღესაც და მომავალში შეასრულებს დამაბალანსებელ ზეპარტიულ ფუნქციას, ვინაიდან ის აღჭურვილი არის დღევანდელი მდგომარეობით რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ფუნქციით. ეს არის პირველ რიგში ის წარადგენს საქართველოს საგარეო საქმეებში, მას აქვს შეწყალების უფლება, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ვინც არ უნდა დააკავოს, პრეზიდენტს შეუძლია ის გამოუშვას. რამდენად კარგად იყენებს ამას პრეზიდენტი მარგველაშვილი, ეს სხვა არის. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რაღაცაა. მას აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის უფლება, მას აქვს ვეტოს უფლება და განსაკუთრებულ შემთხვევებში მას აქვს პარლამენტის დათხოვის უფლება. ამ უფლებებს თუ ჩამოვართმევთ ყველაფერს, საქართველოში იქნება ნამდვილი, არ ვიცი, 21 საუკუნის თვითმყრობელობა. ნამდვილი რაღაცა ტიპის მონარქია, რომელსაც ერქმევა მხოლოდ სახელი ერქმევა დემოკრატიული და შინაარსით იქნება ნამდვილი სტალინისტურ, ლენინისტურ ცარისტული. დემოკრატიასთან ამას არ ექნება არანაირი კავშირი. მით უმეტეს. პასუხისმგებელი არ არისო, აგერ ბატონმა ზაზამ თქვა, მარგველაშვილი არაფერზეო, ეს ჩვენ ქვეყანაში მთლად სასაცილო ჟღერს, იმიტომ რომ პასუხისმგებელი ვინც მართლა არაფერზე არ არის, ეს არის ბატონი ივანიშვილი, ვინც ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს და არ უჭირავს არც ერთი თანამდებობა. როგორც ვიცით, ერთ მაგალითს მოვიყვან მისი ასეთი ყოვლის შემძლეობისა. ისე გაანთავისუფლა პრემიერი ღარიბაშვილი თანამდებობიდან ამ უკანასკნელმა არც იცოდა ამის შესახებ მთელი დღის განმავლობაში და ურთიერთსაწინააღმდეგო
განცხადებებს აკეთებდა ღარიბაშვილის კანცელარია. ივანიშვილი, ვინც არ იკავებს არც ერთ თანამდებობას, არ არის შებოჭილი არანაირი დემოკრატიული ანგარიშვალდებულებით, არის ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ამიტომ კონსტიტუციურ მოწყობაზე როცა ვლაპარაკობთ, კი უნდა მოვიყვანოთ გერმანიის და იტალიის და ამერიკის უნდა ამოვიდეთ ჩვენი კონტექსტიდან, ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან და ჩვენი მდგომარეობიდან, რომელიც დღეს ამ წუთას საქართველოს შეერთ. ბატონო, თქვენი პასუხი მინდა მოვისმინო იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ეს პროცესი ემსახურება ოლიგარქიის გამტკიცებას საქართველოში. აი ეს ითქვა. ვერ დავეთანხმები. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არავინ იმ უფლებებს, რომელიც ბატონმა ნიკამ ჩამოთვალა, არ არქმევს, აქ არის არჩევის წესზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნაკლებად რეალური არის, რომ ასეთი უპირატესობა შემდეგ არჩევნებში კონდეს რომელიმე გუნდს იმ პირობებში, თუ კი გადავდივართ პროპორციულ არჩევნების სისტემაზე. რაც შეეხება აქ დასმულ სხვა შეკითხვებს, ხომ, ესე იგი პრაქტიკულად ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, ზუსტად როგორი პარლამენტი ქონდა და მართლა ნოტარიუსები რო იყვნენ ყველა და დღეს ეს საქართველოს პარლამენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული, იმიტომ რომ პრაქტიკულად არანაირი შეხება ბატონი ნიკას მიერ ნახსენები ადამიანთან ჩვენი გუნდის პრაქტიკულად ახალ არჩეული პარლამენტის არც ერთ წევს პირადი არ ქონია. დიახ, კი ბატონო. ის არის რა თქმა უნდა ადამიანი, რომელმაც შექმნა ქართული ოცნება. პოლიტიკურ სხდომებს ესწრება ხომ რას ამბობთ და როგორც ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი თქვენივე თანაგუნდელები აღიარებენ. ვერ დაგეთანხმებით. ხელფასები აქვს დანიშნული პარლამენტარებისთვის, მათ შორის და ხელფასები სწორედ ნაციონალური მოძრაობის მინისტრებისთვის ჰქონდა დანიშნული და ამ ქვეყანაში მან დახარჯა 3 მილიარდი ლარი, განსხვავებით თქვენი ლიდერებისგან, რომლებმაც წაიღეს აქედან ძალიან დიდი თანხა და თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მინისტრებს უხდიდა სწორედ ხელფასებს და კიდე იმასაც გეტყვით, რომ თქვენი გატარებული რეფორმების, რომლებსაც მე არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ, ფინანსური მხარე სწორედ ამ ადამიანმა გაიგო. აქ დავასრულებ ამ ადამიანზე საუბარს, იმიტომ ჩვენ მე მგონი სხვა რამეზე ვსაუბრობთ. აქ საუბარი არ არის იმაზე, რა ფუნქციები ექნება პრეზიდენტს, აქ არის არჩევის წესზე. მე ვერც იმაში ვერ ხედავ სერიოზულ პრობლემას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ კი ჩვენ ვაშენებთ საპარლამენტო რესპუბლიკას, ასეთ ქვეყნებში პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი გაფართოებული ფორმატით. რასაც ვფიქრობ, რომ ჩვენ შემთხვევაშიც იქნება ნორმალური, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ წელს გვაქვს საარჩევნო ციკლი, რაც პოლიტიკურ სისტემას აი როდესაც პრეზიდენტი მოვიდა პარლამენტში და მან თავისი მოსაზრებები თქვა, იყო ძალიან კრიტიკული განცხადებები მმართველი გუნდის მხრიდან. აი შეგიძლიათ გითხრათ, რა ქმნის ამ უთანხმოებას პრეზიდენტთან. ბევრი ვერსია, ზოგი ამბობს, რომ აი დაიწყო ეს უთანხმოება იქიდან, როდესაც მაგალითად სასახლიდან არ გამოვიდა, ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის არის პირადი უთანხმოება და ეს გადმოვიდა შემდეგ პარლამენტთან და შემდეგ. რა გითხრათ პრეზიდენტმა ისეთი, რაც მიგაჩნიათ, რომ არასწორია იმ სხდომას? დაწყებული მისი შეფასებიდან საერთო სასამართლოზე ამას რამდენად ვერ გავიზიარებთ მართველი გუნდი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ მივიღეთ სასამართლო, როდესაც ძალიან ბევრ საქმეს იგებენ თუნდაც ჩვენ პოლიტიკურ ოპოზიციაში ყოფილი პოლიტიკოსები. ასეთი უამრავი მაგალითი არის. გარდა ამისა, თქვენ 2-3 გახმაურებული საქმის გარდა, რომლებიც როგორც წესი იყო ოპოზიციამ და ოპოზიციაში მყოფმა ტელევიზიებმა წამოწიეს, სხვა მხრივ იქნება ეს ბიზნეს დავები, იქნება ეს ქონების დავები, იქნება ეს კერძო დავები, თქვენ ვერ ნახავთ იქ სერიოზულ ხარებს. მაგრამ ასეთ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საქმეებში ჩანს ხოლმე როგორც წესი, აქვს თუ არა აქვს სასამართლოს პრობლემა, სადაც შეიძლება დიდი დაინტერესება იყოს. ბატონო, მაშინ გეტყვით, რომ ქარბატონი ნინო გვენეტაძე არის ბატონი მარგველაშვილის წარდგენილი კანდიდატურმა. დიდმა პალატამ 9 მოსამართლის ერთიანი გადაწყვეტილებით მიიღო გადაწყვეტილება 9-0-ზე. ასეთი რესურსი საქართველოში რომ 9-ვე მოსამართლე თუ კი სხვა ჭკვაზეა, შენ ჭკვაზე გადმოიყვანო, მე არ მეგულება ასეთი რესურსი, მათ შორის რომ კიდევ ვადასტურებ, რომ ეს იყო პრეზიდენტის კანდიდატურა, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე. ეს არის თავარი პრეტენზია სასამართლოსთან დაკავშირებით. არა, პრეტენზია არა, უბრალოდ იქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ესეთი დავები თქვენც კარგად იცით, დაწყებული იმედიდან ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა და იყო შემთხვევები პირდაპირ წართმევის და იმედის кейსი ზუსტად ასეთი იყო, რომ არჩევნების წაგების მერე ტელევიზია დააბრუნეს. ეს რაშნინა ნაყიდს ვინმე რამეს აბრუნებს. დააბრუნეს ტელევიზია, რითიც აღიარეს, რომ წართმეული იყო. დიახ, ბადრი პატარკაცის სასამართლოსთან დაკავშირებით. რატო სხვა ტელევიზიას რატო ვერ წართმევდნენ? სასამართლოსთან დაკავშირებით არ არსებობს რესურსი, რომ მაგალითად 9-ვე
მოსამართლე გააკონტროლო უზენაეს სასამართლოში, ამბობს თქვენი ოპონენტი და სასამართლოში არ არის ის პრობლემები, როგორც ეს პრეზიდენტმა დახატა. სამწუხაროდ არის და ეს გამოჩნდა რუსთავეორის საქმეზე, სადაც აბსოლუტურად მოულოდნელი მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან, სტრასბურგის მხრიდან გამოვიდა დადგენილება, რომელიც ურჩევს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომ არ აღასრულოს ის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მათ რუსთავეორის ხელშესაჩასაგდებად, მთავრობის სასარგებლოდ ხელშესაჩასაგდებად მიიღეს და რეალურად სიტყვის თავისუფლების მოსაგუდად როგორც ბრძანება შეასრულეს. ეს კიდევ კაი არ მოხდა, ამას ევროპამ გასცა პასუხი, ვინაიდან მიხვდნენ, რომ აქ იყო არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ბრძოლა და რეალურად სახელმწიფო გუდავდა სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს ასეთ საყრდენ სვეტს საქართველოში, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ზოგადად ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამას ჩაერია ლავის მთელი მსოფლიო. სამარცხვინოდ შევედით, ეს უპრეცედენტო რაღაცაა, შევედით ისტორიაში, როგორც ქვეყანა, რომელსაც ყავს აბსოლუტურად მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ დაქვემდებარებული სასამართლო ხელისუფლება. ეს არის სამარცხვინო. ჯერტი ბატონ ზაზას თუ არა აქვს ეს რესურსები, ეს არ ნიშნავს, რომ ეს რესურსები არ არსებობს. მას აიდან უნდა კონდეს სუსა აქვს სამწუხაროდ. გავიხსენოთ უამრავი ზეწოლის ფაქტი, რომელიც მოსამართლეებზე ხორციელდებოდა დაწყებული მოსამართლე ბარამიძიდან, რომელსაც ჩაუწერეს რაღაც ცხოვრების ამბები თანაშემწიდან, დამთავრებული ნაზღაიძის ძმიდან, რომელსაც უბრალოდ ქრთამი მისცეს სახელმწიფო ხაზინიდან. ეს სამწუხაროდ ხდება, ეს ნამდვილად არავის არ უხარია, ეს ცუდია თქვენთვისაც მათ შორის, იმიტომ რომ მუდამ ჟამს ხელისუფლებაში ვერ იქნებით. ადრე თუ გვიან რომელიღაცა ხელისუფალმა ვარი უნდა თქვას იმ ცთუნებებზე, რომელიც ყოველთვის ხელისუფლებაში ყოფნას ახლავს. თქვენ მესმის ამ წუთას რომ ძალიან გიჭირთ ესა, ჩვენ ხელისუფლებასაც ეს უჭირდა და სწორედ ამიტომაც მოხდა იმ შეცდომების დაშვება, რომელიც შეუზღუდავ ძალაუფლებას დევს ხოლმე. ამ შემთხვევაში ძალაუფლების აბსოლუტურ გადაჭარბებასთან გვაქვს საქმე, ყველა განშტოებას ხელისუფლებისა აკონტროლებს ქვეყანაში ძალიან მდიდარი ადამიანები, მეორედ ვისაც არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს დემოკრატიული, მას ვერც გადაირჩევ, ვერც მოხსნი, იმიტომ რომ არანაირი თანამდებობაზე არ არის და რეალურად შექმნილია ოლიგარქიული მართვის სისტემა, სადაც კანონის უზენაესობა კი არ არის მთავარი პრინციპი მართველი, კანონით უზენაესობა. ეს არ არის სიტყვების თამაში, ეს არის პოლიტიკური კონცეფცია, პოლიტიკურ მეცნიერებაში, პოლიტოლოგიაში. როგორ აპირებთ ამასთან გამკლავებას, რასაც ახლა როგორ ჟურნალისტ მეს უნდა იცოდეთ თქვენ თუ არ იცით? უნდა იცოდეთ განსხვავება კანონის უზენაესობა და კანონით უზენაესობაში. კანონის უზენაესობა არის წესები, რომელიც ყველასთვის ერთნაირია და ყველასთვის კარგია. კანონით უზენაესობა, ანუ rule by law, rule of law კი არა, rule by law არის სიტუაცია, სადაც ადამიანები, მართველები იგონებენ კანონებს, რომელსაც კანონი ქვია, კონსტიტუცია ქვია, რეგულაცია ქვია, მაგრამ ემსახურება მათ ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დარჩენას, მეც არაფერს. ეხლა აი ამასთან გვაქვს საქმე. თეორიას, რასაც ახლა ამბობთ. თეორია არა, ეს რეალობა. პრაქტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს და თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ჩვენი პრაქტიკა. ამ წუთას, ხო? როგორ აპირებთ, რომ ამას გაუმკლავდეთ? ნუ ამას პირველ რიგში უნდა გაუმკლავდეთ დარწმუნებით, დაძალებით, ვერ გავაკეთებთ ვერაფერს, დებატებით, ახსნით, განმარტებით, მაქსიმალურად მეტი ამომრჩევლის, მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მომხრობით და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, იმიტომ რომ კანონით უზენაესობა დემოკრატიას გამორიცხავს. დემოკრატია არის რეჟიმი, სადაც კანონის უზენაესობა, ადამიანის კი არა, კანონის. ადამიანის, ანუ თანამდებობის პირს გულისხმობ. კანონის უზენაესობა არის რა? აი როგორც ნებისმიერ სპორტის სახეობაში წესები ყველასთვის ერთია. კანონით უზენაესობა ვიმეორებ რა არის? გარემო, სადაც ერთ ჯგუფს, ერთ ადამიანს, ერთ პრივილეგირებულ კლასს აქვს განსაკუთრებული მდგომარეობა და კანონი აქვს მორგებული თავის თავზე. ამის დაშვება არ შეიძლება, იმიტომ რომ ამას თუ გავაკეთებთ, ჩვენთან მთელი ის პრობლემები, რაც გვაქვს ეკონომიკაში, სოციალურ მიმართულებებში, უსაფრთხოებაში, რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერს ვერ უმკურნალებთ, იმიტომ რომ უწესო ცუდი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ყველანაირი მათზე პასუხისმგებლობის გარეშე. ბატონ ზაზა, იღებთ ამ შენიშვნას, რომელიც აიხო სულ თქვენი გუნდის მიმართ დაწყებული სტრასბურგის სასამართლოდან, რომელმაც გამოიტანა ის ასე ვთქვათ რეკომენდაცია, რომელიც გამოიტანა, მე დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები იქნება იმასთან დაკავშირებით, თვითონ ამ პროცესში ხომ არ დაირღვა
რომელიმე მხარის უფლებები ხომ არ იყო იგნორირებული რაღაც მტკიცებულებები და ასე შემდეგ. სტრასბურგის სასამართლო ძალიან დიდი ალბათობით ისეთ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს, რომელმაც შეიძლება გააბათილოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება. და სამწუხაროდ ბატონი ნიკა რასაც ამბობს, ასეთი სამარცხვინო გადაწყვეტილება კი არა, ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინო ერთი გადაწყვეტილება მიღებული აქვს, სადაც პირდაპირ თქვა, რომ პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჩართულები იყვნენ მკვლელობის დამალვაში. რაც შეეხება სასამართლოს, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა კვლევა ბოლო წლინახევრის 2 წლის და 3 წლის განმავლობაში ჩატარებული და ნებისმიერი პუნქტით, რაც ეხება სასამართლოს თავისუფლებას, მასმედიის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და ასე შემდეგ, საქართველო არის 10-12 პუნქტით წინ წაწეული, ვიდრე ეს იყო 2000 წლამდე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ყველაფერი. მე გეტყვით კონკრეტულ მაგალითებს. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ბატონი უგულავა, მათ შორის ბატონი ახალაია, როგორც შვილი, ასევე მამა უამრავ ეპიზოდებში გამართლდა, რაც გამორიცხული იყო და გახსოვთ გამამტყუნებელი განაჩენებების რაოდენობა. მასმედიის თავისუფლების თვალსაზრისით ხედავთ, ბატონო, თუმცა ეს ადამიანები რაღაცაში გამართლდა, ზოგი არ ყოფილა და საერთოდ არ მოხვედრილა ციხეში. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გარდა იმ რამდენიმე საქმისა, სასამართლოსთან სხვა საქმეებთან მიმართებაში იქნება ეს კერძო დავები, ბიზნესის დავები და 1000 გარჩევები ნარკოტიკებთან დაკავშირებით თუ ქურდობასთან დაკავშირებით, ასეთი შენიშვნები, როგორც ადრე იყო ხოლმე პირდაპირ გამამტყუნებელი განაჩენები, ნამდვილად პრეზიდენტისგან არ მიიღეთ შენიშვნები, ერთ-ერთი რაღაც თავარი ახსენეთ სასამართლოსთან დაკავშირებით, რამე ითქვა იქ პრეზიდენტის მხრიდან, რასაც დაეთანხმეთ თქვენ პირადად კრიტიკული, მაგრამ რასაც დაეთანხმეთ. იცით რა, ყველა მიმართულებით ჩვენ რო თვით კმაყოფილების ის რა არ კონდეს, ამას აბსოლუტურად ყველა იზიარებს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს წინ. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, ვინც მოვა და აბსოლუტურად ყველა შტოში ისე მართავს ყველაფერს, რომ ხარვეზე არ ექნება. იმ ხარვეზებს, რომელიც არის და იმას, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, როდესაც ამ არჩევნებით ამხელა მანდატი გამოგვიცხადა ნდობის და ამას შესრულება უნდა ყველაფერს და ძალიან ბევრი პრობლემა რო არის ქვეყანაში დაწყებული უმუშევრობიდან, დამთავრებული ეკონომიკური მდგომარეობიდან, მაგრამ ამას აქვს ძალიან ღრმა ფესვები და მერწმუნეთ რომ ჩვენი გუნდი აჩვენებს ძალიან კარგ შედეგს პირველი 3 თვეს თუ ჩავთვლით აი ამ ახალი წლიდან, გულისხმობ იმას რომ დღეს მიუხედავად იმისა რომ საერთოდ რეგიონში არ არის მაღალი ეკონომიკური ზრდა და საქართველოს ღია ეკონომიკის ქვეყანა და აქ რაღაცა სასწაული, გერმანული სასწაული, რომელიც ადენაუერმა მოახდინა, აქ ესე უწევ ვერ მოხდება ნამდვილად. ის მონაცემები, რომელიც გვაქვს 4.5%-იანი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, არის ძალიან კარგი მაჩვენებელი ამ ეტაპზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი 4 პუნქტიანი გეგმის მთავარი, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა არის წინ, რადგან ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და ის დიდი მშენებლობები, გზები იქნება თუ ინფრასტრუქტურული, ჩვენ რაც დავაანონსეთ, ყველაფერი გვაქვს წინ. ამიტომ შედარებით ისეთი პერიოდი არის ახლა და მთავარი ეკონომიკური ზრდა ვფიქრობ რომ 2018 კი ბატონო, ჩვენი საუბარი სრულდება შემაჯამებელ სიტყვებს მოგცეთ ბატონი. პრეზიდენტს შეეხეთ თქვენა და პრეზიდენტის გამოსვლაზე ორი სიტყვა მინდა გითხრათ, მეც შევეცდები მოკლედ. პრეზიდენტის გამოსვლა ზოგადად მე პირადად არ მომეწონა, მართალი გითხრათ, იმიტომ რომ მან ახსენა პრობლემები გაკვირით და არ თქვა მათი მთავარი წარმოშობის მიზეზი. ფესვს არ შეეხო პრობლემად. არ თქვა არაფორმალური მმართველობის, ოლიგარქიის დამკვიდრების რეალური საფრთხის შესახებ არაფერი. შეეხო პრობლემის რეზულტატებს, მაგრამ მიზეზებზე არაფერი არ თქვა. მან ვერ გაბედა რომ მივანიშვილზე ელაპარაკა. არ ვიცი რატო ეს მას ჯობია კითხოთ. დავალებულად გწნობს თავს თუ ცხენი ამ სიტუაციის შემდეგ, აგერ თქვენ ანახებდით ჩახუტებულ ფოტოებს, მათ ეს სხვა არის, მაგრამ დროა ის განთავისუფლდეს ამ კომპლექსებისგან და უერთგულოს კონსტიტუციას. ის პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციის მცველია და უმაღლესი მთავარსარდალი ამ ქვეყნის, ვისაც ავალია კონსტიტუციური წესწყობილების დაცვა. ივანიშვილთან მისი ყოფილი ურთიერთობები არ არის ამ წუთას არაფრად ჩასაგდები. ეს ერთი საკმაოდ გაუბედავი იყო. ეს რაც მე მინდა გითხრათ, ის არ შეეხო საკმარისად ოკუპაციის პრობლემას. გარდა იმისა, რომ არ შეეხო, როგორც გითხარით, არაფორმალურ მმართველობას. მან ზედაპირულად ასე პროფორმა ცდილობის გულისთვის, ასე ვთქვათ, მწვავე საკითხებზე
გარკვეული კრიტიკა გამოთქვა, მაგრამ არ იყო საკმარისად კონკრეტული. ეს კონკრეტიკა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი საფრთხიდან არ იქცეს რეალიზებულ ძალიან მნიშვნელოვან შემაფერხებელ მომენტებად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. 5%-იანი ზრდა, რომელიც ბატონმა ზაზამ თქვა, არაფერი არ არის მასთან შედარებით, როგორც ვითარდებოდა ჩვენი ქვეყანა. რახან პროექტების განახლებას შევეხეთ, გავყრით ვიტყვი, რომ ყველა ის დიდი და კარგი პროექტი, რომელიც გააჩერეს ჯინზე წლების განმავლობაში, დღეს ჩვენ დაწყებულ პროექტებს თავიდან იწყებენ 4-5 წლის დაგვიანებით დღევანდელი ხელისუფალნი. ამიტომ ყველა კარგი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ასიკეთოთ იქნება, რა თქმა უნდა, მოწონებული იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ასეთები დღეს უბრალოდ არ არსებობს და ტენდენცია არის მხოლოდ გაუარესებისკენ, მხოლოდ უფრო უარესი, ცუდი, კონტრპროდუქტიული სისტემის შექმნისკენ, რასაც ყველანი ერთად უნდა დაუპირისპირდეთ და უფლება არ მაქცევთ რეალიზაციას. მინდა გითხრათ, რომ ვერ დავეთანხმები კიდევ ერთხელ ბატონ ნიკას, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის დროს არც ერთ ეტაპზე საქართველოს ლიდერი არ ყოფილა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, შეგიძლიათ ძალიან მარტივად გადაამოწმოთ ეს და არც მთლიანი მშიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არასოდეს არ ყოფილა, არც ჩვენ მეზობლებთან და ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მაშინ უსწრებდით, თუ არ ვცდები, მოლდოვა იყო. დღეს საქართველოს არის რეგიონის ლიდერი ეკონომიკური ზრდის მიხედვით. საქართველოს მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა ჩვენი სიის პირველ ნომერს, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი და მის დაკომპლექტებულ გუნდს. ეს გუნდი მუშაობს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, დასახული არის 4-პუნქტიანი გეგმა და რაც თავარი არის ჩვენ გუნდს აქვს ისტორიული გადაწყვეტილებები მიღებული, რაც არის პირველ რიგში განათლების სისტემის შეცვლა. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში თაროზე შემოდებული დიპლომების დრო უნდა დამთავრდეს. ჩვენ გვწვდება პროფესიული განათლება იმისათვის, რომ ჩვენი მშრომელი ხალხი იყოს კონკურენტუნარიანი და სხვადასხვა ფირმებს შემდუღებლის ჩამოყვანა არ უხდებოდეთ უცხოეთიდან და აქ პოულობდნენ კარგ შემდუღებლებს. აი ამ მიმართულებით ვიქნებით აქტიურები. იცით, დუალური მოდელი, რასაც იგულისხმებს, რომ ძალიან ბევრი ფირმა და ძალიან ბევრი ბანკი და სხვათა შორის კავშირგაბმულობის ფირმები 5 თვე ამზადებენ ადამიანებს, სანამ სამსახურში როდის აპირებ ამ შედეგების მომკას ბატონ ზაზა, აი პირველი ვადა დასრულდა, მეორე ვადა მიდის უკვე ამ შედეგებს პირველი ვადა იყო პრაქტიკულად სისტემის შეცვლის და ის გუნდი ეხლა აღარ დაგცალდა ჩვენ რო გვესაუბრა ბლოკებზე, ხო, საარჩევნო როგორც იყო შექმნილი და რა ცუდი მხარეც აქვს ამას გამოჩნდა კიდეც რომ გადანაწილებული თანხები როგორ მიდის და რა მიმართულებით მიდის და საბოლოო ჯამში ირკვევა რომ ამ ბლოკებს ერთმანეთთან საერთო პოლიტიკური ხედვაც კი ხშირ შემთხვევაში არ გააჩნიათ, ხო? ამიტომ მინდა გითხრათო შენება არის ძალიან რთული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ რო გადახედოთ საქართველოს მდგომარეობას დღეს 711,000 პენსიონერი, 273,000 დევნილი, რომელიც იღებს სახელმწიფოსგან შემწეობას და უშენებთ ბინებს და 411 ადამიანი შემწეობაზე მყოფი ადამიანი. გარდა ამისა მუშაობს ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც ვერ დაიკვეხნის ბევრი ქვეყანა ესეთი მწիր პირობებში, აი ამ ყველაფერზე მიდის ბიუჯეტის პრაქტიკულად ნახევარი. ამიტომ ჩვენთვის განვითარება არის პრიორიტეტული, მაგრამ ტემპი ვერ იქნება, ძალიან გვინდა რომ ამაზე მაღალი ტემპი იყოს, მაგრამ საქართველოს ვერ იქნება ამოგლეჯილი კონტექსტიდან. შეხედეთ ეკონომიკურ მდგომარეობას ჩვენ სამეზობლოში და მიხვდებით რომ ძალიან მაღალი ნაბიჯებით შენება არის ყოველთვის უფრო. კი ბატონო, მოკლედ ბატონი. ძალიან მოკლედ ვიტყვი, ჯერთის ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც სუპერ სოციალისტურია, სამწუხაროდ აღარ მუშაობს, ის გაკოტრების პირას არის ეს ერთი. რაც შეეხება დაპირებებს, ახლა იწყება 4 პუნქტიანი, ეს როგორც ვიცით, ივანიშვილის დაპირებას გავს, როცა მან თქვა რომ მეორე წელი იქნება უკეთესი, მესამე ბევრნაც აგზნო, მეოთხეს ყველას ვიგზნო. ეს სიტყვები დარჩება ისევ სიტყვებად. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს პროგრამები ეს ლაპარაკების დარჩება ლაპარაკებად და საქართველოს ის რომ არის რეგიონში ლიდერი, რომელიღაც მაჩვენებლებით არის უბრალოდ თვალებში ნაცრის შეყრა. საქართველოს დღეს ძალიან გაჭირვებულია და მის ხალხს უფრო უჭირს, ვიდრე უჭირდა 5, 7, 8 წლის უკან. სამწუხაროდ ტენდენცია არის ასე, თავს მოვიტყუებ და დრო არის გამოფხიზლებისა, მითებიდან და ლეგენდებიდან გამოსვლისა და ნორმალური განვითარების, რაციონალური წინსვლისა და განვითარების გზაზე დადგომის. მადლობთ. ნიკა რურვა, ზაზა ხუციშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და თამბაქოს საკითხზე ვისაუბრებთ. ფართო დისკუსია გვექნება აქ ამ სტუდიაში.
ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 20 და 50 ლარიდან დაიწყება, იურიდიულ პირებზე 500 ლარიდან. მოწევა აიგრძელება ნებისმიერი დანიშნულების შენობა ნაგებობაში გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმროსი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში. 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ შეკრებებზე და სხვა. კაცი რესტორანში რო კეიფობს, სიგარეტის გარეშე გაუჭირდება. ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება თვით რესტორნებს და ამ სფეროს. ძალიანაც მისაღებია და სხვისი მოწეული თამბაქო ის კვამლი მაზიანებს მე ძალიან. არ შეიძლება მოწევა, ძალიან მაგარია. ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში პირველი მოსმენით მიღებულია. მაისში იგეგმება მეორე და მესამე მოსმენით დამტკიცება. 2018 წლიდან კი ცვლილებების ძირითადი ნაწილი ამოქმედდება. კანონი არის ძალიან აუცილებელი, იმიტომ რომ საქართველოში არის კატასტროფული მდგომარეობა. 34% ჩვენი მოსახლეობისა ეწევა. საქართველოში 11000 ადამიანი ეწირება ამ ეპიდემიას. ყოველწლიურად, ყოველ მეხუთე ადამიანი. რას ნიშნავს ჩანაწერი პროექტში თამბაქოს მოწევისა და მოხმარების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებითა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით. მაგალითად, თურქებმა გააკეთეს ესე, რომ სიგარეტის ადგილზე არის ყვავილი აქ ტუჩთან. თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების მაჩვენებელი საქართველოში. რა საერთაშორისო გამოცდილება არსებობს? რა მიზანს ისახავს და რა შედეგს მოიტანს საკანონმდებლო ცვლილება? თავარია რომ მან არ მიიღოს ისეთი ფორმა, რომ კანონის ძალაში შესვლიდან ფაქტობრივად ის გადაიქცეს, ასე ვთქვათ, ფარატინა გაღალდად. ამ კანონის შედეგი იქნება ის, რომ ის ბევრჯერ და ბევრგან იქნება იგნორირებული, ზოგჯერ იქნება კორუფციის წყარო და ყველა შემთხვევაში დააზიანებს ბიზნესს და ტურიზმს. თქვენ განსხვავებულ მოსაზრებებს მოისმენთ. არ მივესალმები არანაირ მთავრობის ჩარევას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ ალბათ ქართველები ერთ-ერთი ყველაზე წეველიერი ვართ. მე მაგალითად თუ დავლებ ყავას და ვერ მოვწევ, არ შევალ საერთოდ იქ. ფიქრობ, რომ ძალიან კარგი კანონპროექტია და მანამდეც უნდა მიიღოთ. მხარეები ჩვენ სტუდიაში საკუთარი არგუმენტებით მოდიან. დღეს 20 საათზე დებატები ხალხის პოლიტიკაში. ჩვენ დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში. ჩვენ უყურებთ ტოქ-შოუ ხალხის პოლიტიკას და გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ თამბაქოს კონტროლზე. ჯერ ვნახოთ ჩვენი ანონსი, შემდეგ კი უკვე სტუმრებს წარმოგიდგენთ. ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 20 და 50 ლარიდან დაიწყება, იურიდიულ პირებზე 500 ლარიდან. მოწევა აიგრძელება ნებისმიერი დანიშნულების შენობა ნაგებობაში გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმროსი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა. საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში. 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ შეკრებებზე და სხვა. კაცი რესტორანში რო კეიფობს, სიგარეტის გარეშე გაუჭირდება. ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება თვით რესტორნებს და ამ სფეროს. ძალიანაც მისაღებია და სხვისი მოწეული თამბაქო ის კვამლი მაზიანებს მე ძალიან. არ შეიძლება მოწევა, ძალიან მაგარია. ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში პირველი მოსმენით მიღებულია. მაისში იგეგმება მეორე და მესამე მოსმენით დამტკიცება. 2018 წლიდან კი ცვლილებების ძირითადი ნაწილი ამოქმედდება. კანონი არის ძალიან აუცილებელი, იმიტომ რომ საქართველოში არის კატასტროფული მდგომარეობა. 34% ჩვენი მოსახლეობისა ეწევა. საქართველოში 11000 ადამიანი ეწირება ამ ეპიდემიას. ყოველწლიურად, ყოველ მეხუთე ადამიანი. რას ნიშნავს ჩანაწერი პროექტში თამბაქოს მოწევისა და მოხმარების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებითა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით. მაგალითად, თურქებმა გააკეთეს ესე, რომ სიგარეტის ადგილზე არის ყვავილი აქ ტუჩთან. თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების მაჩვენებელი საქართველოში. რა საერთაშორისო გამოცდილება არსებობს? რა მიზანს ისახავს და რა შედეგს მოიტანს საკანონმდებლო ცვლილება? თავარია რომ მან არ მიიღოს ისეთი ფორმა, რომ კანონის ძალაში შესვლიდან ფაქტობრივად ის გადაიქცეს, ასე ვთქვათ, ფარატინა გაღალდად. ამ კანონის შედეგი იქნება ის, რომ ის ბევრჯერ და ბევრგან იქნება იგნორირებული, ზოგჯერ იქნება კორუფციის წყარო და ყველა შემთხვევაში დააზიანებს ბიზნესს და ტურიზმს. თქვენ განსხვავებულ მოსაზრებებს მოისმენთ. არ მივესალმები არანაირ მთავრობის ჩარევას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მე პირადად მივესალმები, იმიტომ რომ ალბათ ქართველები ერთ-ერთი ყველაზე წეველიერი ვართ. მე მაგალითად თუ დავლებ ყავას და ვერ მოვწევ, არ შევალ საერთოდ იქ. ფიქრობ, რომ ძალიან კარგი კანონპროექტია და მანამდეც უნდა მიიღოთ. მხარეები ჩვენ სტუდიაში საკუთარი არგუმენტებით მოდიან.
დღეს 20 საათზე დებატები ხალხის პოლიტიკაში. მაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე, მოგესალმებით, დიდი მადლობა. მინდა სტუდიაში მოვიწვიო გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი. საღამო მშვიდობის. კახა ღვინიანიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორი. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. იური მეჩითოვი, ფოტოგრაფი, ფოტოხელოვანი, მობრძანდით. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დაბრძანდით. ჩვენს გადაცემაში ასევე მონაწილეობენ ლელა კურდღელაშვილი, ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი, რამაზ ყურაშვილი, დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ენდოკრინოლოგი, გიორგი ჯანელიძე, სცენარისტი. ყველას მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონ ვახტანგს მინდა ვთხოვო ჩვენთან. ბატონ ვახტანგ. თქვენ საკმაოდ სკეპტიკურად ხართ განწყობილი ამ ცვლილებების მიმართ. რატომ შეიძლება ვერ იმუშაოს იმ ცვლილებებმა, რომელიც ახლა პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებულია და მალე დამტკიცდება სამივე მოსმენით? რა შეუქმნის პრობლემას ამ კანონის აღსრულებას საქართველოში? პრობლემა ბევრმა რამემ შეიძლება შეუქმნას ამ კანონის აღსრულებამ, მათ შორის იმან, რომ თვითონ თამბაქოს ინდუსტრიის რაღაცა ნაწილმა შავ ბაზარზე გადაინაცვლოს და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი საკითხი ეს ნამდვილად არ არის, ის აღსრულდება თუ არ აღსრულდება. საერთოდ უნდა აღსრულდეს თუ არ უნდა აღსრულდეს, ამაშია პრობლემა. და როდესაც ხშირად მესმის როგორც ოპონენტებისგან, ზოგადად საზოგადოებაში მსჯელობა, რომ თითქოს ეს არის საუბარი წეველთა უფლებების ან არამწეველთა უფლებების რაღაცა კონფლიქტის შესახებ, ეს ასე არ არის, მინდა აღვნიშნო თავიდანვე მკვეთრად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ეს არის საუბარი კონკრეტულად კერძო საკუთრების შელახვის შესახებ, კიდევ უფრო შელახვის შესახებ. მაგალითად, ახლა მე რო სიგარეტი ამოვიღო და თქვენ სტუდიაში მოვწიო. ანუ ამის შესახებ ვინ უნდა დამქთოს მენებარ თუ ან ვინ უნდა ამიკრძალოს? სავარაუდოდ ამ სტუდიის მეპატრონეებმა, ხო? ანუ თქვენ ადგენთ ამ სტუდიაში წესებს. ზუსტად ისევე, როდესაც მაგალითად ტელევიზიებს რეგულაციები დაუწესეს რეკლამასთან დაკავშირებით, არ ამგონია, რომ ეს ტელევიზიებისთვის ფინანსურად ყოფილიყო მომგებიანი. ანუ ნებისმიერი რეგულაცია, რომელსაც მთავრობა აწესებს კერძო მესაკუთრეების საკუთრებაზე, ეს კერძო საკუთრების უფლებას ამცირებს, ანუ მის ღირებულებას ამცირებს. და თუ თქვათ, ეს მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის რაღაცა ისეთი კატასტროფული თემა, რომელიც ქვეყანას დაანგრევს, ხო? ჩვენ მე უფრო იმის ეჭვი მაქვს, რომ ასეთი თემები ჩნდება საზოგადოების განსასჯელად იმისთვის, რომ გადაიფაროს ის უზარმაზარი პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არის, მათ შორის ეკონომიკური. მე მაგალითად დიდი სიამოვნებით აი აქ ვისაუბრებდი ეკონომიკურ პრობლემებზე, მაგალითად იგივე იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა რაღაც ბოლო 5 წლის განმავლობაში კუსნაბიჯით ვითარდება, ვიდრე იმაზე, რომ დღეს ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ სრულიად აბსურდზე, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ კერძო საკუთრების შელახვის მიმართულებით. ანუ მე ამაში ვხედავ პრობლემას. გასაგებია, ბატონ გუგული, რამდენად არის ეს აბსურდი თქვენთვის, რაც თქვა ახლა ბატონმა ვახტანგმა და მან ისაუბრა კერძო საკუთრების ჭრილში ამ ყველაფერზე. კარგია, რომ თქვენ ესეთი სიტყვა იხმარეთ აბსურდი. იმიტომ რომ მართლა აბსურდია ჩემთვის გაიგივება კერძო საკუთრების და კერძო მესაკუთრის უფლებებისა იმ საზოგადოებრივად აუცილებელ და საზოგადოებისთვის სასარგებლო შეზღუდვასთან, რასაც კანონი აწესებს ხოლმე. ასეთი ლოგიკით ჩვენ კანონი საერთოდ არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ კანონი აწესრიგებს ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც თქვათ, მხოლოდ მორალის დონეზე არ წესრიგდება, მხოლოდ ცნობიერების დონეზე. კანონი გარკვეულ შეზღუდვას გულისხმობს, მაგრამ ეს კანონი და შეზღუდვა უნდა გამომდინარეობდეს უფრო მაღალი ინტერესებისგან და ამ შემთხვევაში ეს არის საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესი და მე ვფიქრობ ამაზე მაღალი ინტერესი არ არსებობს საზოგადოებაში და კერძო საკუთრებაც არის ესეთი ფორმა, რომელიც უნდა მოემსახუროს სწორედ იმას, რომ ადამიანების სიცოცხლე, ადამიანის ჯანმრთელობა, ადამიანის კეთილდღეობა იყოს დაცული და მე ვფიქრობ ცოტა უხერხულია ქვეყანაში, სადაც 34%, ანუ 1/3 მაინც ეწევა და 11,000 ადამიანი ყოველწლიურად კვდება
ყველა თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით, ამ დროს საუბარი იმაზე, რომ კერძო მესაკუთრის შეზღუდვაა თურმე უამრავი შეზღუდვა არსებობს ისეთი, რომელიც აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. აი გინდაც ის რომ ვთქვათ, აქ რომ მოწევა არ მოწევა, ვისი საქმეა, ხო? ვისი საქმეა, ეს არ არის მარტო თქვენი საქმე, იმიტომ რომ ადამიანები, რომელიც ხედან აქ, მათი ინტერესებიც უნდა იყოს დაცული და უნდა იყოს უფრო მაღალი და სწორი ინტერესები, ზნეობრივად უფრო მიღებული, ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ეს არის გაცილებით უფრო მაღალი ინტერესები და რაც თავარია, აქ კერძო საკუთრებას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, იმიტომ რომ კანონი არ გწალავს არც თამბაქოს შემოტანას, არც თამბაქოს გაყიდვას, არც თამბაქოს მოწევას, ზღუდავს თამბაქოს მოწევას იმ სფეროში, იმ ადგილებში, სადაც არიან სხვა ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობისთვის სხვა ადამიანის მიერ მოწეული თამბაქოს კვამლი არის დამღუპველი, ასე რომ მე არ მგონია აქ რაიმე ისეთი წინააღმდეგობა იყოს, რომ ასეთი ტიპის კანონის მაშინ არანაირი კანონი არ უნდა მიიღოს. გასაგებია. ბატონ გიორგი ბახტურიძეს მინდა ვთხოვო ჩვენთან ამოვიდეს. ბატონ გიორგი, ის შეკითხვა რაც დავსვი ერთი მხრივ ბატონმა ვახტანგმა პასუხი გასცა კერძო საკუთრების ჭრილში, როგორც უკვე აღნიშნეთ. მაგრამ მეორე მხრივ საერთოდ აქვს თუ არა ამ ცვლილებებს პერსპექტივა, რომ ის პრაქტიკული თვალსაზრისით გატარდეს ცხოვრებაში, რომ არ დარჩეს მხოლოდ ფურცელზე, არამედ მან იმუშაოს. რაც შეეხება ამ ცვლილებებს, მოდით ვიდრე აქედან დავიწყებდეთ, მანამდე მოკლე ისტორია გავაკეთოთ და მოსახლეობა ჩავაყენოთ საქმის კურსში, რა ხდებოდა. თვითონ ეს მოძრაობა თამბაქოს აწინააღმდეგო შეიქმნა ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს. ზუსტად იმ ინტერესებიდან და კონსტიტუციური უფლებებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, იგი 27 მუხლი, რომელიც 95 წლიდან მოქმედებს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ცხოვრებისათვის ჯანსაღი გარემო შექმნა. ეს არის მთავარი, ესე რომ ვთქვათ, პოსტულატი. და მთელი მუხლები, ესე რომ ვთქვათ, ეძღვნება ადამიანის უფლებებს სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, როგორც მოგახსენეთ ქალბატონო გუგულიმ და აქედან გამომდინარე რეალურად 2003 წელი იყო პირველი ნაბიჯი, რაც გადაიდგა, თუმცა იმხელა იყო თამბაქოს ინდუსტრიის თანამონაწილეობა იმ პროცესში, რომ საკმაოდ ესე რომ ვთქვათ, მახინჯი კანონი მივიღეთ. მაგალითს გეტყვით, ერთ შემთხვევაში, როდესაც სკოლაში აკრძალული იყო ვთქვათ მოწევა, მეორე შემთხვევაში ადმინისტრაციას ავალდებულებდნენ ცალკე მოსაწევი ადგილის გამოყოფას. ეს აბსოლუტური აბსურდი იყო. ძალიან კარგად ვიცით, რა ღირდა მაშინ მუხლების დაჩეხვა და როგორ ესე რომ ვთქვათ, კორუფციული ურთიერთობაში იყო შესული თამბაქოს ინდუსტრია კონკრეტულ პოლიტიკოსებთან. გადმოვიდეთ მეორე ეტაპზე 2006 წელს შევერთით თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას. ეს გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენცია, რომლის წევრი საქართველო არის. საქართველო მონაწილეობდა, მისი ხელისუფლება მონაწილეობდა 2004 წლიდან პროცესები 2000-დან, მაგრამ ახალმა მაშინდელმა რეჟიმმაც გააგრძელა ამაზე მუშაობა და აღიარა საერთაშორისო ვალდებულებები, რომლის მიხედვითაც ჯერ კიდევ 2011 წელს უნდა აკრძალულიყო რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის ყველა ფორმა და ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საზოგადოებრივი დანიშნულების ტრანსპორტი და შენობა უნდა განთავისუფლებულიყო თამბაქოს კვამლისაგან. იმ პერიოდში ბატონი ვახტანგი, ჩემ წინ მდგომი ადამიანი, წარმოადგენდა ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, მინისტრის მოადგილე და ეხლა დღეს გველაპარაკება ჯანდაცვის ინტერესის აბსოლუტურად იგნორირებით და აბსურდს უწოდებს ამ ასე რომ ვთქვათ, ამ მიმართულებას და მე პირადად ესე რომ ვთქვათ, არ ვიცი, ასეთი მორალის და ასეთი ესე რომ ვთქვათ, ადამიანი როგორ საუბრობს ასეთ ღირებულებებზე, როდესაც მას ევალებოდა ჯერ კიდე, როცა ის ხელმძღვანელი, რომ ამ კუთხით რაღაც პოლიტიკა შეეცვალა და ადამიანების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ეზრუნა და არა კონკრეტულ ბიზნეს ინტერესებზე, რომელსაც დღესაც აგრძელებს ამის ლობირებას, აქ სახეზეა უკვე ეს ფაქტი. აქედან გამომდინარე სიგარეტის ბიზნეს ლობირებს ბატონი ვახტანგი თქვენი აზრით? მე ვამბობ, რომ კონკრეტულად სიგარეტის ბიზნეს შეიძლება არ ლობირებდეს, მაგრამ იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც ვახტანს ჰქონდა წინა რეჟიმის პირობებში, მას ჰქონდა პირდაპირ ბიზნეს ინტერესები იგივე ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. მოდით მივცეთ შესაძლებლობა პასუხი თქვენი რჩებით ჩვენთან კიდევ გეკითხოთ რა თქმა უნდა შესაძლებლობა თუ გაქვთ სურვილი რაიმეს უპასუხოთ, შემიძლია დაგითხრათ. ჩვენთან დაკავშირებით არანაირი სისულელს ლაპარაკობს ადამიანები რაზუნაობს. ჯანდაცვის მინისტრის სისულელე განსაზღვროს მოსახლეობა. აუ არ ყავთ მინისტრის მოადგილე, არ იყავით? არა, რას ლაპარაკობთ? მე ვამაყობ იმ პერიოდით, როცა იმდენი რაღაც გავაკეთე, რაც რისი შესაძლებლობა და მაშინაც რატომ მიიღეთ რაღაც ჩანასახოვანი სახით ეგ
კანონ პროექტის წინააღმდეგ. არც მახსოვს, იმდენად უმნიშვნელო თემა იყო ჩემთვის თქვა ეგ კანონ პროექტი, რაღაც სისულელე, რომელიც თქვა მაშინ რაღაც პარლამენტმა რატიფიკაცია გააკეთა, რომ მართალი გითხრათ არც მიმიქცევია ყურადღება. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმე მქონდა. კი, გასაგებია უკვე მოსახლეობაც კარგად უყურებს, რომ სისულელეა ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ამ ბატონებისთვის. ეს გასაგებია. სისულელე არის ის, რომ ამ ქვეყანაში ზუსტად აი კვების პრობლემების გამო, სიგარების პრობლემების გამო მილიონი ადამიანია გაჭიროებაში და არა იმის გამო, რომ თქვა სიგარეტის გამო კვდებაო 12000 ადამიანო თქვენ თქვით. სოფლიოში უბრალოდ დავითვალეთ თუ საინტერესო იქნება 6 მილიონი ადამიანია დასახელებული, რომ წლის განმავლობაში იღუპება. უბრალოდ პროპორციულად რომ გადმოიყვანოთ საქართველოზე 3.7 კაცზე. ნუ გამოდის რომ რაღაც 2000 ადამიანზე საუბარი. 12000 საიდან მოიყვება. როგორ გეკადრებათ 35%? პროპორცია, მათემატიკური პროპორცია, მათემატიკა ხოიცით ვიღაცებმა. სულ მაინც ხოიცის მათემატიკა. სოფლიოში გლობალურად პროპორცია შეიძლება არის დაახლოებით 20%, საქართველოში არის 34%. პროპორციაზე თუ საუბრობთ და თუ კი კვლევასთან საერთოდ რაიმე შემხებლობა გაქვთ და წვდომა გაქვთ საერთოდ საინფორმაციო ინფორმაციასთან, ალბათ უნდა იცოდეთ ის მეთოდიკა, რითაც ითვლება ეს ყველაფერი და კარგით, გასაგებია, მოდი ცხვებით ჩავთვალოთ ჩვენს დიალოგში ირაკლი ყიფიას მინდა ვთხოვოთ ჩვენთან. რომ მილიარდ ნახევარი იხარჯება დაახლოებით წელიწადში ადამიანების, აი თავის შემოსავლიდან ხარჯავენ საერთოდ მილიარდ ნახევარ ლარს მარტო სიგარეტის გულისთვის. ეგ წვავენ თუმცა ეს მათი შემოსავალია, ხო, მაგრამ რომ არ ხარჯავდნენ, წარმოიდგინეთ ეს მილიარდ ნახევარი წავიდოდა სხვა უფრო საჭირო და სასარგებლო პროდუქტებში და ასე შემდეგ. და ეს იყო ძალიან კარგი გზა იმისა, რომ რა შეიძლება გასაგებია, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონის დამტკიცებამ და როგორც ჩანს წინ ამას არაფერი დაუდგება, რა შედეგებს მივიღებთ ჩვენ აქედან. ახლა სხვა მიმართულება მიეცა ამ საუბარს, ან მე ტრიბუნასთან მოვიდოდი და უბრალოდ არ შემიძლია რომ არ შევეხო, ანუ ვერასდროს არ მაქვს მიუღებლობა მაქვს ადამიანებზე, რომლებიც ორმაგი სტანდარტებით საუბრობენ. თქვენ ვის გვერდში გახართ დღეს? გახართ ადამიანის გვერდში, რომლის ხელისუფლება მათ კომპანია პირველი დაასუბსიდირა 2.9 მილიონი ლარით. ანუ ეს იგივე ხელისუფლება, იგივე მანკიერებების დაუშვათ განსახიერება უნდა იყოს თქვენთვის, რაც იყო წინა ხელისუფლება. შესაბამისად, ორმაგი სტანდარტებში საუბარი არის საკმაოდ ასე ვთქვათ შეურაცხყოფელი ჩვენი მაყურებლისთვისაც, მე მგონი საკუთარი თავისთვისაც. ახლა გადავიდეთ რა ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან ნაწილზე, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ. ნუ დავიწყებთ დავას იმ ნაწილზე, რომ ადამიანი ჩემი ქმედებით თუ ვახდენ უკვე როგორც მწეველი ნეგატიურ გავლენას სხვა ადამიანზე, რომლებიც არიან პასიური მწეველები, ეს არსებობს და ამ ნაწილში მე სრულად ხედავ, რომ სახელმწიფოს როლი უნდა იყოს განსაზღვრული. ვეთანხმები და ვიზიარებ. და პარალელური მაგალითით შეიძლება მოვიყვანოთ მაყურებლისთვის, რომ ეს იყოს კარგად გასაგები. ჩვენ იმიტომ ვიღებთ მართვის მოწმობას, რომ არა იმიტომ, რომ ჩვენ ვატაროთ მანქანა უსაფრთხოდ, არამედ რომ სხვას არ შეუქმნათ საფრთხეს. და ამიტომ მართვის მოწმობის აღება ესეთი ერთ-ერთი რეგულაციის ფორმაა, რომლითაც როდესაც ჩვენი ქმედება სხვაზე შეიძლება ნეგატიური გავლენის მომხდენი იყოს, ამ შემთხვევაში შემოდის სახელმწიფო რეგულაციები. აქ თემა მე მგონია უნდა იყოს ცოტა სხვა კუთხით დანახული. რამდენად ეს რეგულაციები, რასაც დღევანდელი ხელისუფლება გვთავაზობს, არის თუ არა გონიერი რეგულაციები, რა საფრთხეები შეიძლება გააჩინოს ბიზნესის კუთხით და სწორედ მე მინდა რომ აი ამ მიმართულებით დღეს სწორედ ეს იგულისხმება რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი. ძალიან სამწუხარო არის რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება თუნდაც პარლამენტში 150 პარლამენტარი რომელიც ალბათ საკითხული უნდა ქონდეს განმარტებითი ბარათი რომელიც თან ახლავს კანონ პროექტს. განმარტებითი ბარათის თანახმად პირდაპირ წერია ერთ-ერთი თავი რომელიც აი მკაფიო და რა გავლენა ექნება კანონ პროექტის შემდგომ საბიუჯეტო ნაწილში ფისკალური თვალსაზრისით და წერია რომ ამ მიმართულებით თამბაქოს კომპანიებიდან მოგების გადასახადი, დეგეგეს გადასახადი, აქციის გადასახადი პირველ წელს შემცირდება 2%-ით, ნაანგარიშებია რომ შემცირდება 10 მილიონი ლარით. მე მინდა გითხრათ. შემდეგ წაიკითხეთ კიდე. თუ შეიძლება, ანუ ბოლომდე ჩაიკითხეთ, თუ შეიძლება. თუ შეიძლება. მარტო იმ ნაწილს ნუ არა, მოდი, მაშინ მე გიორგი, მე მინდა რომ გთხოვნით მოგმართოთ, რომ შემდეგ მიაწოდა ეს ამ ადამიანს ეს საბუთი და იკითხოს თუ უნდა ბოლომდე. ანუ ეს თქვენ წაიკითხეთ. მაგრამ მე გააგრძელეთ სხვა მუხლები. რაცა შესაძლებლობა ბატონი ირაკლის კი შეგვიძლიათ თქვენს განაგზოთ, თუმცა თუ მასით ესეც არის კულტურის ცნება და ალბათ აღოდ ამ კულტურის
შემოჩნევაში მე ვკითხო რომ ჩვენი დასარეგულირებელი და სახელმწიფო არა თუ სუბიექტური არ გააგრძელეთ თუ მოდი დავასრულებინოთ აზრი რომელიც გულისხმობს იმას რომ სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება თანხა ამას ამბობთ თქვენ კი სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება 10 მილიონი ლარი 100 არის ნახსენები ამ მიმართულებით და შემდეგ არის რაღაც დაუშვათ საუბარი იმაზე რომ გარკვეულ ეტაპზე შეიძლება ქონდეს რაღაც პოზიტიური გავლენა მე მინდა გადავიდე მყისიერ ეფექტზე ანუ თქვენსო კარგად გესმოდეთ ეკონომიკაში არის ორი ეფექტები არის მყისიერი ეფექტები და არის საშუალო და გრძელვადიანი ეფექტები რაც შეიძლება ჩვენ სიკეთეები მივიღოთ აი ამ მიმართულებით შევხედოთ სარეკლამო და მარკეტინგული ინდუსტრია მხოლოდ მწეველთა ასე ვთქვათ სიგარეტის კომპანიებიდან სარეკლამო მიმართულებით მათი შემოსავალი არის 35% ეს არის დაახლოებით 60 მილიონი ლარი რო ავიღოთ საცალო გაყიდვის ვაჭრობის ობიექტები რა დაახლოებით 10000 ობიექტი ესეთი ამ მიმართულებით მათ მიერ განთავსებული მისდახსე ამ ბიზნესის მიერ განთავსებული მათი პროდუქტი შემოსავალი არის დაახლოებით 35 მილიონი ლარი და რო ავიღოთ ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები ეს არის 22000 ადამიანი საბოლოო ჯამში ის ციფრი რაზეც არის საუბარი 10 მილიონით შემცირდება შინამდვილეში გაცილებით უფრო დიდი დანაკარგი აქვს ჩვენს ბიუჯეტს გამომდინარე იქიდან რომ სხვადასხვა ინდუსტრიები რომლებიც მიბმული არიან თამბაქოს ინდუსტრიას ეს ადამიანები დაკარგავენ ყისერად სამსახურს. ჩვენ ხო საუბრობთ, ეს არის ძალიან ნეგატიური და რა არის აქ ნეგატიური რომ ჩვენი მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ ღორი ნაკორკოტებს არ გასუქრება, ანუ თქვენ რომ მოინდომოთ ხვალვა საქართველოში მწეველები რადიკალურად შეამცროთ, ამას დღეს სავარაუდოდ მოყვება რომ ის საცალო ჯიხურებში რომელიც არის 10000 წელი და იქ მუშაობს თითოში 3-4 ადამიანი, ეს ადამიანები ყისერად დაკარგავენ სამუშაო ადგილებს. ეს თქვენ განმარტებელად ახსნა მოუწევთ ამ საკითხს ის რომ ბიუჯეტში შევიდეს ნაკლები თანხა ეს არ უნდა იყოს ხელისუფლების ინტერესში. რატომ დგამს მაშინ ამ ნაბიჯს? მოგეთ, დავიწყოთ ერთი რაღაცა. ეს არის განმარტებითი ბარათი, რომელიც კანონს ახლავს თან გიორგი, ხო? დიახ. ამ განმარტებითი ბარათის პასუხისმგებლობა იკისრება თითოეულ პარლამენტას, იმიტომ ისინი აწერენ ხელს დოკუმენტს, სადაც რადიკალური გზებით იცავენ ადამიანებს იმისგან, რომ თაბაქოს დაუთავ მოხმარება შეამციროს, მაგრამ თუ ეს კანონი ამუშავდება, მე გეუბნებით, რომ ხვალ ადამიანები დაკარგავენ სამსახურს. ადამიანები, რომლის შეიძლება ერთადერთი წყარო იყოს ეს ბიზნესი, იმიტომ რომ საცალო გაყიდვებში მილიონერები არ მუშაობენ, ეს ადამიანები რჩებიან სამსახურის გარეშე. შესაბამისად, თქვენ ხალხს არ უსვამთ ამ დოკუმენტში იმ ფაქტს, რომ მსგავსი ტიპის რისკი არსებობს. და ასევე კვების ობიექტებში რამდენი დაკარგავს? კვების ობიექტები, მე კვების ობიექტები საერთოდ პარადოქსი უწერიათ, ანუ რო წავიკითხოთ, უწერიათ, რომ ანუ კვების ობიექტებშიო ამ კანონის ამუშავების შემდეგ მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება 8%-ით და მოიყვანენ კვლევა, რომელიც გააკეთა სოციალური კვლევების და ანალიზის ინსტიტუტმა. ადამიანობო, ციფრების დამატება ხო ვიცით, 10-მდეა საუბარი, 8%-ია საუბარი. აქ არსად არ არის ამ კვლევაში განხილული, მე შემიძლია უკვე ეს თქვენ მოხდეთ და მე თქვენც გაიცნოთ ამ კვლევას. ამ კვლევის მიხედვით უფრო მეტი ადამიანი მიდის კვების ობიექტში, ხო ეს წერია მან. პირდაპირ აქ არ წერია ზუსტად ეს და პირიქით ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც 55 გვერდზეა ამ კვლევის წერია, რესპონდენტების მხოლოდ დაახლოებით 8% თვლის, რომ ექნება უარყოფითი რეაქცია და დისკომფორტის გამო შეამცირებს ობიექტებში ვიზიტს. და რაც შეეხება რა 8%-ზე აქვს, და თან როგორ წერიათ, მე ფაქტ-ჩეკსაც ვთხოვს ამ ორგანიზაციას, სწორედ რომ პარლამენტის თითოეული წევრის მიერ ხელმოწერილი ეს განმარტებითი ბარათი მათ შორის გადაამოწმოთ გააკეთოს ვერდიქტი. მოკლედ თუ შეიძლება და უკვე პასუხი ამ მიმართულებით არის ესეთი კითხვა არის დაუსვოს ადამიანებს შემდეგი კითხვა. მნიშვნელოვნად შეამცირებთ მოხმარებას? მეორე მეტნაკლებად შეამცირებთ მოხმარებას? მნიშვნელოვნად გაზრდით მოხმარებას? მნიშვნელოვნად შეამცირებთ დაუშვათ მოხმარებას რესტორნებს, ხო? საბოლოოდ რო აჯამო ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს დამატებული რო აუცილებლად შეამცირებს. ამათი სხვაობა არის 7.6%. და ეს კიდე რაც ამ კითხვაშია მოცემული არ გეუბნებათ იმას, რომ 8%-ით გაიზრდება კვების მიმართულებით ვიზიტორთა რაოდენობა. გასაგებია. თქვენს კრიტიკაზე ქალბატონი გუგულის პასუხი, შემდეგ ბატონი გიორგი. ჯერ ერთი ლოგიკა იმისა, რომ ადამიანები დაკარგავენ სამსახურს იმის გამო თუ თამბაქოს, ჯერ ერთი საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელსაც სხვა ქვეყნებშიც უმუშავია, ყოველ წელს მხოლოდ 1%-ით აკლებს მწეველთა რაოდენობას. ასე რომ თამბაქოს ინდუსტრიას რაიმე სამწუხაროდ რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი არ ადგება. მაპატიეთ ერთ და მეორე. მაგ ლოგიკით ჩვენ შეიძლება დაუშვათ ისეთი ბიზნესი ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია ფული მოიტანოს, მაგრამ რომელმაც შეიძლება პირდაპირ და უშუალოდ გაანადგუროს ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ. ეს არ არის ლოგიკა. ჩვენ იმიტომ ვაძლევთ ვადას ერთ წელს ამოქმედებას, რომ თუ კი იქნება ესეთი
რა ჯიხურში რა ჩვენ უკრძალავთ სიგარეტის გაყიდვა? სიგარეტი გაიყიდება ჩვეულებრივ, როგორ იყიდება, უბრალოდ არ იქნება რეკლამა. მაპატიეთ ხა თქვენ ამბობდით რომ მაცადეთო და მეც მაცადეთ, ხო სწორია? რეკლამას ზღუდავთ ჩვენ თორე გაყიდვა არის ზღუდება, მოხმარება არის ზღუდება, ასე რომ ამ ხრივ მწეველებს შეუძლიათ გააგრძელონ მოწევა, ოღონდ უნდა გააგრძელონ მოწევა იქ და ისეთ ადგილებში, რომ სხვას არ მიაყენონ ზიანი. რაც შეეხება სოციოლოგიურ გამოკითხვას. სოციოლოგიური გამოკითხვა გააკეთა ბატონო იაგ კაჭკაჭიშვილის კვლევით ცენტრმა. მე მგონი ამ ადამიანის ობიექტურობაში ჩვენი საზოგადოებას ეჭვი არ შეაქვს და საქმე იმაშია, რომ ჩვენ გქონდა კონსულტაციებიც სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ისინი თქვენ წარმოიდგინეთ მხარს უჭერენ ამ აკრძალვას, ასე ვთქვათ, და ამასთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ უფრო თამამად წავა სამასპინძლოს დაწესებულებებში თავის ოჯახთან ერთად, იმიტომ რომ იქ არ დახვდებათ სიგარეტის კვამლი. ჯერ ერთი მაპატიეთ დამამთავრებინეთ და გარდა ამისა, მოდით ერთი რაღაც, ესე იგი, რეგიონის ქვეყნებმა, ყველამ უკვე თითქმის აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, თურქეთმა, რუსეთმა, მოლდოვამ, აი ერთი წლის წინ მიიღო და ზოგმა 2 წლის წინ. ევროპის ქვეყნებში ეს საქართველოს დიდი ხანია მუშაობს. ჩვენ იმის ეფექტი კი არა გვაქვს, რომ ხვალვე მოხდება, რომ არავინ აღარ მოწევს. ჩვენ ვამბობთ, რომ თანდათანობით უნდა მოხდეს ის, რომ წეველთა რაოდენობას დაიკავოს, რაც თავარია, მთელი ძირითადი აქცენტი არის, რომ ახალი წეველები არ ჩაერთოს წევის პროცესში, ანუ არასრულწლოვანი დავიცვათ და კვლევა უჩვენებს, რომ 13 წლის ასაკში უკვე რეგულარული წეველები ხდება ძალიან დიდი კარგით, გითხეთ მაშინ. განმარტ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ გაყიდვას არ ვგზავნოთ, მაგრამ საცალო გაყიდვები მე რო გითხარით, სადაც დასაქმებული არის დაახლოებით შეიძლება სულ 10,000 ადამიანი, აქ პირდაპირ წერია იგრძალება თამბაქოს თუ შეიძლება ამას წავიკითხო. თქვენ გიყვართ რომ მეკითხულობ და მაცაი საკითხო. იგრძალება თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარების რეალიზაცია იმგვარად, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ ტრანსპორტში მსხლომელთათვის. დრაივი აღარ არის, თამბაქო დრაივი არის. ესეთია საცალო გაყიდვები, მაგას ქვია თუ არ ქვია, მე ქვია თუ არა საცალო გაყიდვებს დრაივს. ეგ მიპასუხეთ. მანქანიდან ყიდვა. ანუ თქვენ ეხლა გააცნობიერეთ, კანონს ხელი მოაწერეთ და ეხლა გააცნობიერეთ ობიექტს, დრაივს, რასაც ეძახით, ის საცალო გაყიდვების ობიექტია. ეს არის გესმენთ. რაც შეეხება რეკლამის და პოპულარიზაციის აკრძალვას, აქ თქვით კიდევაც ეს ვალდებულება იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ რა ხდება პროცესი. თქვენ ბრძანეთ, რომ ამ რეკლამის შესახებ რეგულაციები როგორ არის ახლა გეტყვით. ძირითადად 60 მილიონი ახსენეთ, 60 მილიონს ხარჯავს, კარგად მოისმინეთ, 60 მილიონს ხარჯავს თამბაქოს ინდუსტრია იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდები დამოკიდებული იყოს ამ ნარკოტიკზე, რასაც ქვია თამბაქო და თამბაქოს მოხმარება. ეს არის ის თანხა, რომელსაც ეს ინდუსტრია ზუსტად ბავშვებს უმიზნებს და ბავშვების საშუალებით ახდენს იმას, რომ ახალი მწეველების ესე რომ ვთქვათ არ მიაყავს. შესაბამისად, ეს არის ერთი მომენტი, რაც შეეხება 35 მილიონს, რასაც თქვით, ეხლა ეგ გამაგებინეთ უბრალოდ. ანუ პოპულისტურად თქვით, რომ რეკლამას თუ დავინახავ სიგარეტ გვეჭვ. აბსოლუტურად. ერთ ამას გეტყვით, ბიუჯეტში ქალბატონო გუგული ეს შეიძლება. თუ შეიძლება ეს დავამატებ და მეც არ. მე მაქვს საშუალება, რომ ბოლომდე დავაჩარო. თამბაქოს გადამხდელებმა ყველა ჩეინი როა აქციზი მოგება რეკლამის კომპანიებმა რაც გადაიხარეთ. გაზრდილი აქციის გადასახადის შედის დაახლოებით $1 მილიარდამდე. საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ჩვენი ყველას დაზგობა სახელმწიფოს თუ გიждდება 660 მილიონი ლარი. ეს მწეველი ადამიანები თავის სიცოცხლეს კი არ აზღვევინებენ, მარტო ხელისუფლებას ეს ცუდად აზღვევენ, მაგრამ მას თავი დავანებენ. ეხლა არის მთელი მოსახლეობის სიცოცხლეს აზღვევენ 1 მილიარდი. კარგით, ბატონ გიო. ძანეთ. ეხლა რას უპასუხო ვეღარ ხვდები, იმიტომ რომ უბრალოდ ერთ დავამატებ და მე ქალბატონო არა, ბატონ ერაკლი, უკაცრავად. თანაბრად უნდა გავანაწილოთ რო. თანაბრად. მე არ ვამბობ დაიყოს რეგულაციები. რეგულაციები უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს. თქვენი მიკროფონია ჩართული. როგორი რეგულაციებიც არის? ბატონო ირაკლი, უკაცრავად უნდა დავასრულებინოთ ბატონ გიორგი. 350 მილიონში. ძალიან კარგად თქვი და არ ვიცი თქვენთვის თუ არ არის ნათელი 60 მილიონი იხარჯება ზუსტად იმისთვის, იმ მარკეტინგული გათვლებისთვის, რომ ბავშვები ზუსტად იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არის ძალიან ლამაზად შეფუთული, მარკირებული და ასე შემდგომ და გარკვეულად თქმა უნდა თანხას ღებულობს ის სავაჭრო ობიექტები, გეთანხმებით აბსოლუტურად, რა თქმა უნდა ღებულობს, ეს არის
50 მილიონი, რასაც თქვენ ბრძანებთ და დაახლოებით წელიწად ნახევარი გვაქვს ჩვენ გარდამავალი ეტაპი ამისათვის, რომ ის ბავშვები, რომელზეც თქვენც ამბობთ და ხას უსვამთ, რომ მომავალი თაობის ჯანმრთელობა გაღელვებთ, ასე თუ ისე, იყოს დაცული იმისგან, იმ ზემოქმედებისგან, რაცაც რეკლამა აკეთებს. რატომ იხდის 60 მილიონს? არა, 60 მილიონი უბრალოდ იხდის თამბაქოს ინდუსტრია 60 მილიონს. იმიტომ იხდის. აი, გეტყვი, რატო იხდის? მილიარდს რატო იხდის? და ერთი წუთი თუ შეიძლება. ჩემს აქში არავინ არ იწყებს ფაქტიურად მოწევას. ძირითადად 90% მწეველების მოწევას იწყებს არასრულწლოვანების პროცესში, ხო ასეა? და ინიცირების ასაკი თუ რამოდენიმე წლის უკან იყო 11-12 წელი, დღეის მდგომარეობით არის 8 წელი. ანუ 8 წლის ბავშვები იწყებენ გასინჯვას. რატომ? იმიტომ რომ რეკლამირებულია ყველგან სავაჭრო ობიექტებში. გარე რეკლამა, ტელევიზორს ჩართავენ ყველგან პოპულარიზირება. უფრო მეტად მისმის შეიძლება რომ დავასრულებინოთ ესე ვერ გაჩვენებთ. ჩამოვაყალიბებთ ჩემს, ხო შეიძლება მივიყვანო ბოლომდე და მე თქვენ ასე ვთქვათ, სრულ ინფორმაციასაც გავაკარწყლებ მილიარდლართან დაკავშირებით, რომელიც თითქოს შემოაქვს თითქოს როგორ და ოფიციალური მონაცემებით 350 მილიონი ლარი შემოდის სააქციზო გადასახადისგან. აქციის გადასახადების დით, რამდენი გაიზარდა 2017 წელს აქციის გადასახადი. 200 მილიონი ლარით გაიზარდა. 2016 წელს მილიარდი შემოაქვს ბიუჯეტში, არ არის სწორი. თქვენ ეხლა ცრუოდ მილიარდი შეაქვს ჯამში ვამბობ. ყველა ბიზნესი, რომელიც კავშირში არის გადამყიდველი, საცალო, არა მხოლოდ თამბაქოსი, არამედ გარშემო დაახლოებით მილიარდამდე შეაქვს. საპირწონეთ იმ 600 მილიონიდან, რასაც თქვენ ჯანდაცვის პროგრამაზე ამბობთ, დაახლოებით 200 მილიონი იხარჯება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ, ეს ერთი. და მეორე ერთი წუთი იფლანგება 200 მილიონი რა. ერთი წუთი. არა გაქვს გეტყობა. დანარჩენი ეს არის ჯიბეებიდან თანაგადახდილი თანხები და პლუს სახელმწიფო პროგრამები ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, გასაგებია, მოდი ჩვენს დაკავშირებულია თამბაქოსთან უნდა ვთხოვო. მერაბ მეტრეველს მინდა ვთხოვო, რა დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით. ზოგადად იმ თემასთან დაკავშირებით, რასაც დღევანდელ გადაცემაში ვეხებით. ხო, მე ვებხრობი ამ კანონ პროექტს, აკრძალვებს. ეხლა იქ შეიძლება რაღაც დეტალებზე იყოს საუბარი, ხო, დრაივი უნდა იკრძალოს თუ არა და კინოში სიგარეტით გამოჩენა, რაღაც ყვავილის დადება, ეს არის ამ შემთხვევაში უნიშნელო საკითხები. მთავარი იდეასთან მიმართებაში მთავარი იდეა რაც არის, ეს არის ის, რომ აიკრძალოს დახურულ შენობებში მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. აქ საუბარი არის იმის შესახებ, რომ ადამიანებს დღეს ფაქტობრივად იმ ადამიანებს, ვისაც არ უნდათ რომ იყვნენ პასიური მწეველები, სიგარეტის კვამლი ყლაპონ, დღეს ფაქტობრივად არ აგვაქვს საშუალება, რომ წავიდეთ მაგალითად ქართულ რესტორანში ისე და ვიქეიფოთ ისე, რომ მაგალითად სიგარეტით არ მოვიწამლოთ. არა და მე რომ დომოდა სიგარეტით მოწამლა, დავიწყებდი მოწევას, ხო? რო არ დავიწყეს, ხო ჩემი შეგნებული არჩევანი იყო. ანუ მე რა არჩევანი მაქვს, რომ ან არ წავიდე მაგალითად რესტორანში და უარი ვთქვა რესტორანზე, ამ არჩევანის წინაშე მაყენებენ, სახში შეუკვეთე ხინკალი ერთად გადაცემაში მითხრეს, ხო, სახში ვჭამბო ხინკალი, ან წავიდე და ბავშვი წავიყვანო და ჩემი ბავშვიც მოვწამლო, მეც მოვიწამლო. ამ არჩევანის წინაშე მაყენებენ იმის გამო, რომ ვიღაცას უნდა სიამოვნდება და გააბოლოს, თქვათ, ამ რესტორანში. ბატონო, სად მიირთვას მერაბმა ხინკალი, ხო? აი, როდესაც ამ არჩევანის წინაშე დგება, ბატონ ვახტანგ. ანუ მე თავიდან რითიც დავიწყე, იმიტომ რომ მე მესმის, რომ ჩვენს ოპონენტებს სინამდვილეში ის არგუმენტი, რადგან მე ვლაპარაკობ, უბრალოდ ან არ ესმით, ან არ უნდათ რომ გაიგონ. ანუ ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი აგერ ციფრებით მოდის და საუბრობს და რაღაც, ჩვენ მაყურებელს უნდა უთხრათ ძალიან შედარებით ჩემი აზრით მარტივად. აქ საუბარი იმაზეა, რომ ბატონ მერაბს არავინ არ აიძულებს კონკრეტულად, არავინ არ აიძულებს, ანუ აქ რო იძულებას კონდეს ადგილი 100%-ით დაუჭერდი ხარს. აქ რო იყოს რაღაცა შეუძლებელი არაიძულებს შესვლას ისეთ რესტორანში, სადაც მან შეიძლება რაიმე დისკომფორტი შეექმნას. აგერ მაგალითად სტრადაში მიბრძანდებით, არის ორი განყოფილება, მწეველებისთვის და არამწეველებისთვის. ძალიან ბევრ კაფეში და სხვათა შორის აი ამ არგუმენტს მიაქცევთ ყურადღება. მიუხედავად იმისა, როგორია კოლევები, ბაზარზე რომ არ იყოს მოთხოვნა მწეველებისთვის, დარბაზების და ასე შექმნისთვის, ხო? ანუ ეს ხო რას ნიშნავს, რომ ბაზარზე არის უზარმაზარი მოთხოვნა იმისთვის, რომ ბიზნესებმა გააკეთონ, ანუ მოაწყონ ისეთი პირობები, რომლებშიც, თქვა, დღევანდელ პირობებში უპირატესობა ენიჭებათ, ანუ უფრო მეტი ხალხი დადის რესტორანში იმისთვის, რომ
ყავასთან ერთად და საჭმელთან ერთად სიგარეტიც მოწევს, ვიდრე გასაგებია. მერაბმა ახსენა სახინკლე, სადაც ყველა ეწევა. როგორც კი მერაბისნაირი ადამიანები, როგორც კი მერაბისნაირი ადამიანები იქნებიან ამ საზოგადოებაში ბევრნი, მათთვისაც გაჩნდება შესაბამისი პირობები. 2/3 არ ეწევა და არ არის ბევრი. 2/3 არ ეწევა. ეხოთ ყუილა 2/3 არ ეწევა. არ ეწევა და არ არის მეტი, მაგრამ არის მერაბს პასუხი აქვს თქვენს არგუმენტებზე. ისინი ვინც ეწევიან. ბატონ ვახტანგ, მერაბს მოусმინოთ. აქ რაზე არის საუბარი? ესე იგი თუნდაც ჩემი ჯანმრთელობა ყოფილა დამოკიდებული იმაზე, ბევრნი ვიქნებით მწეველები თუ ან თუ მწეველები თუ არამწეველები, ან თუ მწეველები არიან ბევრნი და რადგან ისინი არიან თურმე არამწეველებზე ბევრნი და ბიზნესი მარტივად ფიქრობს იმაზე, ვინც ბევრია, იმიტომ ფული უნდა ბევრი გააკეთოს, თურმე ჩვენ სახში უნდა შევუკვეთოთ ხინკალი. ამაზე არის საუბარი. ანუ რაზე არის აქ საუბარი? მე მაგალითად, როდესაც მინდა ბავშვთან ერთად სადმე წავიდე, ამის არჩევანი ფაქტობრივად არ მაქვს, იმიტომ რომ კაფეები არის, კი ბატონო, თბილისში, მაგრამ ქართულ რესტორანს არამწეველებისთვის ვერ ნახავთ ვერსად. ეს რაზე არის აქ დამოკიდებული? დამოკიდებულია იმაზე, რომ ბიზნესმენს უნდა მეტი ფული იშოვოს და ის ხედავს, რომ იქ შედის მწეველიც, შედის არამწეველიც, იმიტომ იძულებულია მას სხვა არჩევანი არ აქვს და მე მიმაჩნია, რომ ასეთი არჩევანის წინაშე როცა აყენებენ ადამიანებს, არამწეվել ადამიანებს, ეს არის ამორალური არჩევანი. იმიტომ რომ მე მწეველებისთვის მოწევა არ დამიძალებია, ხო? თვითონ დაიწყეს ამ ადამიანებმა მოწევა და შენ მე რატომ აძალებ მოწევა? ჩვენ მაძალეთ მოწევას რა ძალიან მარტივია. კი ბატონო, ბძანეთ შემდეგ ბატონი იური. ჩვენ ვინც ვართ დღეს ამ ოთახში, ყველა ვიხდით ერთნაირი ტიპის გადასახადს. მოგება, საშემოსავლო თუ ბიზნესი გაქვთ, ამატებით ხილ. ერთადერთი მწეველები არიან, რომლებიც კოლოსალურად დიდი თანხაში აქვთ ამ სხვა გადასახადებთან ერთად ამატებით ბიუჯეტში. რაცფრები ჩამოთვალე. რატო შეაქვთ ეს თანხა? იმიტომ რომ სწორედ ეს საჯარო სივრცეებში, სახელმწიფო სისტემაში, სამინისტროებში მოხმარებოდა ინფრასტრუქტურის მოწყობა, სადაც წეველი ადამიანი შეძლებდა თავისი სურვილი დაეკმაყოფილება. რაც შეეხება კერძო სისტემას, ხო? რატო არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში სამი შესაძლებლობა თუნდაც მარტო წეველების ლიცენზირებული დაწესებულებებს ან წეველების შევლენ დაუშვათ და თავის სურვილს დაეკმაყოფილება. ვიცი, არ გეთახმები, იმიტომ რომ აპრიორ საუბარი არის იმაზე, რომ საკუთარ სახში თქვენ რომ მოხვიდეთ ჩემთან სტუმრად, თქვენ მე მაიძულებთ რომ მე გავანიავო და გავცივდე. აი ამას მეუბნებით, თქვენი ლოგიკა, რეცმის? საკუთარ სახში როცა მოყვართ სახში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი ჯერჯერობით არის საკუთარ სახსა და ჩემს რესტორანს შორის გასაგებია ბატონი იურის მოусმინოთ. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ საკითხზე? აბსურდის თეატრში ვართ რეალურად. ხო რა. ძალიან უცნაურია. მინდა მოგახსენოთ ერთი წამით მეც აი ამ ხარეს აღმოჩნდი, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში არ მომიწევია. მე უნდა გითხრათ, იმიტომ რომ მე მგონი თქვენ მაგრამ არის ერთი მომენტი რა. ჩვენ რატომაც გონი რომ აკძალვა არის ყველა საუკეთესო ხერხი რაღაცის პრობლემების მოგვარების და ეს პრობლემა ნამდვილად არის მე ვიცი რომ საქართველოში ეწევია ძალიან ბევრს კავშირი მართლაც უამრავია ყველა ეწევა პრაქტიკულად და ვიცი თქვენ 33%-ზე რომ ამოვიდა მესამეზე რატომ ამ ცხოვრების გამო ამ ნერვიულობის გამო ზოგი იწვარებს ნერვს ზოგი იმიტომ რომ ჯანსაღი და ეს კარგით ახლა მეც მათქვენ მე მგონი ჯანსაღი ის არ არის კარგად წარმოშენილი ცხოვრების წესი ან რაღაცის გამო ვეწევით მეც რა მე არ ვეწევი საერთოდ არ მომიწევ კიდევ ერთხელ ვამბობ მაგრამ მე მიმაჩნია რომ წეველებიც არიან ადამიანები და ქეთროვანებს ნუ გავხდით მათგან. მესმის რომ რესტორანი როცა რესტორანი ადამიანი მიდის რესტორანში რომ სიამოვნება მიიღოს. მისი სიამოვნების ნაწილი არის ის კულტურის ნაწილი რომელიც წარმოიქმნა სიგარეტის გაბოლების. ახლა მე არ მწეველი და მესმის რომ იმას მიაჩნია რომ აი მყავას დალევს და პატარას გააბოლებს. ესე იგი ეს ნიშნავს რომ იმ რესტორანში რადგან ამხელა ფულს იყრის რესტორანში შეიძლება იყოს გამწოვი ნებისმიერ სამზარეულოში დგას გამწოვი რომელიც თევს რომ წვა ბატონო ის მიაქვს რა თქმა უნდა. ეს პატარა გამწოვი ზემოდან გაკეთდეს ცოტა დაიხარჯოს ამ რესტორანს იმან და იყოს იქ ჯანსაღი ატმოსფერო იმ გავერთ რომ ის კაცი მოწევს მაგიდასთან მაგრამ ძალიან კარგად იმუშავებს ყველაფერი უნდა გინდოდეს მაგრამ შენ კიდე აკძალვა შენ კიდე ის როგორც ევროპაში ხდება ევროპაში მე ვნახე სამარცხვინო სცენა ვნახე არ დავიწყე ფავსენას არასდროს ვარ ბრისტოლში არის პაბი სადაც პივას სვამენ ლუდს სვამენ და ბილიარდს თამაშობენ ყველა იყო მწეველი აბსოლუტურად გარეთ იყო წვიმა კოკისპირული წვიმა ქარით ესე იგი არაფერი თავშესაფარი არ ქონდათ ყველა გავარდა გარეთ ისველებს სველდებოდნენ რა არის ეს რას გავს ეს არის დაძალება ადამიანის წინამდე გაიგე შეიძლება ყველაფერი ჩავდოთ ნორმალურ ცივილიზებულ იმაში ჩარჩოში ეს არ არის ცივილიზებულ ჩარჩო ავყვეთ ევროპელებს რომელიც ასე იქცევენ ჩვენ სხვადასხვა კოდი გვაქვს კულტურის და სხვანაირ რაღაცას არსებობს მე ვამბობ ცუდია მოწევა მე ვებძვი მწეველებს მე ბაღი მაქვს პატარა გარშემო პირველ სართულს ცხოვრობ და ვებძვი მათ ვინც ყრის აბსიგარეთს და ჭირივით მეჯავრება დამწვავი აი იმიტომ
აი თითო ხელით ვაგროვებ მაგას ყოველდღე ერთ 10 წელს მცირდება ნელ-ნელა ვეუნები კრავ რაღაცას ვარ ჭირით მეჯერებ მაგრამ ადამიანი რომელიც ეწევა და ამით განტვირთვას ხდება იცით რა ჯანმრთელობაზე ვერავინ მოქმედებს საერთოდ ჯანმრთელობაზე მოქმედებს ძალიან ყველაზე მეტად ნერვიულობა თუ ადამიანი ამ პატარა განტვირთვით იხსნის საკუთარ თავის დაძაბულობას ის მეცაც სიცხოვრებს დამიჯერათ რა გასაგებია კარგი გმადლობ გიორგი ჯანელიძეს მინდა ვკითხო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სადისკუსიო თემაზე. მოგესალმებით ყველას. რა თქმა უნდა კანონი არ მაქვს საკითხული. უმრავლესობა აქ ასეთია, როგორც შევატყვე ხა აპლოდისმენტებით. და რა თქმა უნდა ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ პარლამენტი იღებს ასობით კანონს ყოველ დღე და უმრავლესობას ვერ ვგებულობ ჩვენ რომ ეს კანონი ამოქმედა. მე ასე მგონია რომ ეს კანონიც არ იმუშავებს. ზუსტად ესეთივე კანონია უბრალოდ გავიგეთ რომ მიიღო. პარლამენტ აპირებს მიიღოს. რატომ არ იმუშავებს? რატომ არ იმუშავებს გეტყვით. არ იმუშავებს იმიტომ რატომაც არ მუშაობს ქვეითები რო არ ღვევენ გზაზე. რა სიხშირითაც აჯარიმებენ იმათ, ისე დააჯარიმებენ ამათ, ესე მგონია. არ იმუშავებს იმიტომ რატომაც არ მუშაობს ნაგვის დაყრის შესახებ კანონი, რომელიც უიყო და არასდროს არ აჯარიმებდა. ეხლა მივიღებ სურათს, რომ რესტორნიდან გამოვა კაცი სიგარეტით, გადავა უშნოდ გზაზე, დააგდებს ის და სამ კანონს დაარღვეს და არც ერთი არ დააჯარიმება. მართლა ესე მგონია, გუშინ დამირეკა თქვენმა პროდიუსერმა, რომ მოხვიდეო იქნებ გადაცემაში. არ ვიცოდი რამე თქვა სიმართლე გითხრათ, გუშინ გავიგე, რომ ეს კანონ პროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. და დილით ბავშვი მივყავდა სკოლაში, ქარი იყო დილით გახსოვთ, წვიმაც იყო ზოგუბანში. და ბენზინი მითავდებოდა მანქანაში და მივედი ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან. დავინახე, რომ ჩამსხმელი ეწევა. დღეს თბილისში. ხო და ამას ვერ არეგულირებს ჯერ სახელმწიფო და ეხა კიდე რესტორნებს ესენი ვერ დაარეგულირებენ, გამორიცხულია პირველ ეტაპზე მაინც. კარგით, რეკლამაზე უნდა გავიდეთ, ქალბატონ გუგული. ხომ არ გექნებოდათ რამე პასუხი გიორგის? მე ძალიან მიყვეს, როცა გამოდის, რომ ქართველები თურმე ესეთი ცუდები ვართ, ესეთი გაუგებრები ვართ, ესეთი ჭუჭყიანები ვართ, ესეთი რა ვიცი, რომ აი ჩვენ არ შეგვიძლია არ გავაკეთოთ, ჩვენ არ შეგვიძლია რაღაც სუფთა ქალაქში ვიცხოვროთ, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენ საკუთარ სახკარს ისე მოუვაროთ და ერთმანეთს პატივი და სხვადასხვა. ჩვენ ყოფილ ვართ ასეთი სასწაული, საშინელი და ასე შემდეგ, ხო? მე მაგას არ ვეთანხმები და ხედავ ძალიან კარგად, რომ კანონის რეგულაცია, როდესაც ის სათანადოდ გატარდება და დამერწმუნეთ, რომ გატარდება ეს კანონი, არ იმუშავებს. ღვედებზეც ამბობდნენ ოდესღაც, რომ ქართველი კაცი ღვედს გაიკეთებს, როდესაც 40 ლარი იყო ჯარიმა და დღეს და ხვალ გუშინ და გუშინწი ყველა მიეჩვია უკვე და დღეს ეს უკვე არის თითქმის ჩვევაში. ასევე, როდესაც საზოგადოება მიეჩვია, ჯერ იცით რა შეესახმე, ხა მე ფსიქოლოგი ვარ და გეტყვით, იცით, როცა ცნობიერება და მორალი ვერ აწესრიგებს ურთიერთობას ერევა კანონი. ამიტომ გჭირდება კანონი, რომ რაღაცას ჩვენ თვითონ ვერ ვაკეთებთ და კანონის გამო გავაკეთოთ. ჩართულია კი ეს. ვეთანხმები ქალბატონ გუგულს, ოდესღაც მართლა იმუშავებს ეს კანონი და მეც მჯერა ქართველების, რომ მოწევა ცუდია. რატო არ უნდა დავიწყოთ დღეს? რა თქმა უნდა. უნდა დავიწყოთ, მაგრამ არ იმუშავებს თვალსაწიერ მომავალში, მე როგორც ხედავ, ამ თავრობის ხელში არ იმუშავებს. თავრობა არაფერს შუაში არ არის. ხო და რას ვიტყოდი, კიდე ღვედებზე სხვათა შორის. რას გვიშვება ეს თავ ყველაფერი? მანქანა, ტაქსი დავდივარ იშვიათად. ძირითადად ღამე როცა ან დალევა მიწევს ან რაღაც. ბოლოს სამმა ტაქსისტმა ღამე რომელშიც ჩავჯექი, ორმა მითხრა რომ ღვედი არ გაიკეთო. რატომ შევშოვე? გავიკეთე და დამცინა. აი ესე შეტრიალდა ეგრე ფორმატს უკუღმა მიდის და ვისაც გამონაკლისი წესი არ არის. ხო, არა, წესი არ არის, იმედია და ყურადღება მიაქციონ ვისაც. კარგი, დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ ბრუნდებით ისევ ამავე თემით და სხვა სტუმრებსაც მივცემთ შესაძლებლობას აზრი გამოთქვათ. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, საუბრობთ თამბაქოს საკითხზე და
წარმოგიდგენ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, კახა ღვინიანიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორი, მოგესალმებით საღამო მშვიდობისა. რატომ გჭირდება ეს კანონი, რომელზეც ამდენს დავობთ აქ დღეს ამ სტუდიაში თუნდაც? კი ბატონო, აი ჩვენ რას ვისმენთ დღეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ 1000 მიზეზი დაასახელეს ჩვენმა ოპონენტებმა, რომ რამე არ გავაკეთოთ. მათი მოწოდება, მთავარი მოწოდება არის სკეპტიციზმი, 1000 დეტალები, 1000 უფლებების მოშველიება, ოღონდ რამე არ გავაკეთოთ. ოღონდ დავრჩეთ იქ, სადაც ვართ. აი ესაა მთავარი მათი мотиваცია. და ასეთი ადამიანები საქართველოში არის უმცირესობა ღმერთის წყალობით. ჩვენ ამ კვლევაზე ეს ჩვენ ჩავატარეთ ეს კვლევა, რომელიც იკვლევს საზოგადოებას რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხს. და აღმოჩნდა, რომ 92% მხარს უჭერს, რომ რეკლამა სრულად უნდა აიკრძალოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი თვითონ არის დასაქმებული ამ ბიზნესში და ვაჭრობაში. 85% მხარს უჭერს, რომ რესტორნებში აიკრძალოს მოწევა, სრულად აიკრძალოს მოწევა. მიუხედავად ამისა, რომ ეს ხალხი ნაწილი ეწევა, ნახევარი მწეველების მხარს უჭერს ამ კანონს. რატო ხდება ეს? ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის საკმარისად განათლებული თურმე, არ არის საკმარისად მოტივირებული. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ხო, გახსენდებათ ალბათ ეს ცნობილი გოდოს მოლოდინში. უნდა ვიყოთ ჩვენ რაღაცის მოლოდინში. აი პოლიტიკოსები ნაწილი გვეუბნებიან, რომ ჯერ გამდიდრდეთ და მერე გავაკეთოთ. მე ზოგიერთ გვეუბნებიან, რომ აი განათლების დონე ავწიოთ უსასრულობამდე, საოცრად. აი ეს არის მათი არგუმენტები. რეალურად ეს ყველაფერი თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენ გისმენთ ბატონო ირაკლი და მიყვირს, რომ როგორ განსხვავდებით ბატონო ირაკლი, როგორ განსხვავდებით თქვენ გარეთ და როგორ განსხვავდებით აქ. და არ მინდა მე პოლიტიკაში არ ვერევი და ამიტომ არ გავაგრძელებ ამ თემას, ალბათ ამიტომაც ბრძანდებით მანდ და ერთი რაღაც მინდა ვთქვა, ოღონდ არ გავაკეთოთ არაფერი. აი ესაა მთავარი მოტივი, ხო? ჩვენ წლების განმავლობაში ვსწავლობთ ამ საკითხს. ხო, თამბაქოს ინდუსტრია რას გვეუბნება? დახარჯოს სახელმწიფო მილიონობით ფული იმაზე, რომ გაანათლოს ახალგაზრდები. დახარჯოს სახელმწიფო მილიონობით ფული იმაზე, რომ ადამიანებმა არ დაიწყონ მოწევა. მათ არ ეშინიათ ამის. რატო არ ეშინიათ? იმიტომ რომ სახელმწიფომ რამდენი ფული უნდა დახარჯოს ბატონი ირაკლის დასახელებული 60 მილიონი საპირწონეთ, რომ გადაფაროს ის რეკლამა, რომელსაც ისინი აკეთებენ, რომელსაც ისინი ჩვენი ხელით აკეთებენ. ბატონო კახა, აი ძალიან მნიშვნელოვანია, რა შედეგი შეიძლება ამან მოიტანოს. არის თუ არა ეს დათვლილი, როდის, რამდენ წელიწადში? რა შედეგს ტენდენცია შეგიძლიათ გვითხრათ? მეორე შეკითხვა, ბატონო. საერთაშორისო გამოცდილებით. როგორ მოხდა, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და რომლის ჩვენ მივილთვით ეს კანონი მოქმედებს. როგორ მოხდა ეს ამბავი? ასეთი ამ არგუმენტებით, რასაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ არაფერი არ გავაკეთოთ? ასე ახდენდნენ ისინი ამას ყველაფერს? იქ იყო ზუსტად, რომ დაიწყო 20-30 წლის წინ კანონის მიღებამდე ბრძოლა ადამიანებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა. ისინი არ შეუშინდნენ არც ინდუსტრიის ფულს, არც ინდუსტრიის მოგზავნილ ადამიანებს, არც რაღაც საზოგადოებრივ აზრს, თუნდაც რომელიც ცუდი იყო 90-იან წლებში და მოვედით იქამდე, რომ თქვათ, დღევანდელი სამთავრობო გუნდს როგორც იქნა გავაგებინეთ, რომ ეს საჭიროა, ეს აუცილებელია. სხვანაირად ჩვენ უკვე 250,000 კაცი დავკარგეთ 25 წელიწადში. კიდევ დავკარგავთ ამ ხალხს. და თუ ესეთი უპასუხისმგებლო ადამიანები, განსაკუთრებით პოლიტიკაში ჩარეულ ხალხი ვინც არის აქ, აი ნამდვილად უსინდისო დემაგოგები, ნამდვილად ვიტყვი, რომლებიც როდესაც ჩვენ ვართ გარეთ, არიან სრულიად სხვა და როდესაც შემოდიან აქ, აწარმოებენ ხალხის დემაგოგიას და პოპულიზმით გაბერვას. აი ეს არის მათი მთავარი ამ ტრიბუნასთან დგომ ოპონენტებს გულისხმობთ, არ ვიცი გარეთ რა ისაუბრეთ. ამ ტრიბუნასთან ზუსტად ბატონ ვახტანგზე და ბატონ ირაკლიზე ვამბობ. კონკრეტულად ეს არის ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან დემაგოგიით. კარგი, კი ბატონო. კაი, მაშინ ახლა ესე წავიდა საქმე. ახლა მე მესმის რომ ეკონომიკას ვერ გაიგებენ, მაგრამ მაშინ თქვენ გით. ანუ სინამდვილეში არის ესეთი სიტუაცია. არა, ერთი წამი დამაც თუ შეიძლება. მე არა ადამიანებთან შემდეგ მე ვიტყვი კიდე მაგის ჩატარებულ ეკონომიკურ რეფორმებში რა თუ შეიძლება. სიცოცხლის მოსავალში დააკარგათ ერბები, როცა თქვენი რეჟიმი იყო. ბატონო, მოდით მივცეთ ბატონო. რაც აზრის გამოთქმის საშუალება. შემდეგ თქვენი მოქცევა, კი. წესით არც უნდა მადლობა. ასეთ ხალხს აზრის გამოთქმის საშუალება ადგენთ მოწვეულ სტუმრებს და ასე შემდეგ. შესაძლოა კარგ რაღაცებს არ ფიქრობთ ერთმანეთზე, მაგრამ მოგიწოდოთ კორექტულობის არ ფიქრობ მართალია ისე რომ არ მწყრის სამით. თვითონ თუ ფიქრობენ თავის თავზე კარგს კიდე გაკეთებთ. ანუ რა შესაქმე? ნებისმიერი რეგულაციები, რომელიც თქვათ ასეთი ინდუსტრიების წინააღმდეგ წესდება, საბოლოო ჯამში ზღუდავს კონკურენციას.
რას ნიშნავს კონკურენციის შეზღუდვა? კონკურენციის შეზღუდვა ნიშნავს იმას, რომ ამ ბიზნესში გადარჩება მხოლოდ ყველაზე მძლავრი ინდუსტრია. მაგალითად, ვახო, თქვენ გაიხსენებთ თუ არა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, 50 წლის განმავლობაში რაიმე მსოფლიო მასშტაბის ახალ თამბაქოს კომპანიას. ყველა კომპანია, რომელიც კი დღემდე არსებობს მსოფლიოში და სამი დიდი კონგლომერატია, შექმნილია მე-20 საუკუნის დასაწყისში. რატო? იმიტომ რომ ამ კომპანიებმა ზუსტად ასეთ რეგულატორებთან, როგორც ჩვენს წინ დგანან, ეს არის პარლამენტის წევრი, პოლიტიკოსი, რეგულატორი, ანუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენელი და ლობისტი, ანუ ინტერეს ჯგუფი, რომელიც ხვალ შეიძლება ხვალ თავისი ასე ვთქვათ, საქმე იპოვოს ამ რეგულაციების ჩართვაში. ანუ ეს ხალხი უშუალოდ პირადად არიან დაინტერესებული მსგავსი რეგულაციების შემოტანაში. ნამდვილად. მაგალითად საქმეში შევიან. ან რამდენი ახალი ინსპექტორი დაგჭირდება ამ რეგულაციების აღსასრულებლად? არც ერთი ბატონო. არც ერთი. ხო, აბა ეხლა ვინ ივლის? არც ერთი დამატებითი ინსპექტორი არ აქვს. ეს ინსპექტორები არსებობენ ეხლა? დიახ, არსებობენ, ზრდიან ქუჩებში და ამოწმებენ. შემოსავლების სამსახური და პოლიცია, ისინი შეითავსებენ ამ ფუნქციას. აჰა. ანუ თქვენ გჯერათ ვინმეს რომ ამ ხელა რეგულაციის აღსრულებას არც ერთი ახალი ადამიანი აი უბრალოდ ვინმე ჯერა. ხო, კაი, მაშინ შევხედე. კარგი, კი ბატონო, ბატონო ერად. მე ძალიან გული მწყდება, როდესაც ძალიან დიდი აგრესია მოდის ჩვენი ოპონენტებიდან და მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ თქვენ თითეულის უმცირესობაში ხართ. იმიტომ რომ არასდროსაც ერთი წუთი და უნამოსობას ამბობ ბატონო ერად. გასაგებია ჩვენი საზოგადოების წინაშე ამ სიტყვებით არ მოგმართავ მე თქვენ ამ სიტყვებით არ მოგმართავ და მე მოგმართავ თქვენ მე არ მოგმართავ ვერ გამომიწევთ ამ დებატებში და პირიქით თითეული თქვენთან გაიზარდეთ მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდ პატივცემ და თქვენც უნდა შეგეძლოთ პირველ რიგში ვიდრე სტუდიაში მოხვალ მოისმინოთ განსხვავებული აზრი მიუხედავად იმისა რომ მე ვფიქრობ სისულელეს კი არ უწოდებ არც პოლიტიკოსი არც რაღაცისა არ აქვს პრეტენზია არაფერი მე ვამბობ სიმართლეს და პირისპირდებით ამ სიმართლეს აი ეს მე ხელ მიკავია განმარტებითი ბარათი. ჩვენი მომზადებული ხო? ჩემი დაწერილია. ხო და ეს სისულელეები წერია, მაშინ აი ეს სისულელეები წაიგეთ კარგად. ხო სისულელეებს ერთი კიდე განმეორებით მიმართავ ფაქტ ჩეკ ორგანიზაცია, სადაც უწერიათ რომ ბიუჯეტს დააკლდება მხოლოდ 10 მილიონი ლარი. კარგად დაიანგაჟეთ რამდენი დააყრდება ბიუჯეტს. ამ მნიშვნელობა აქვს, ციფრი უნდა იყოს სწორი. 150 პარლამენტარი არჩეული ხართ პარლამენტში, რომ ხელი არ დააკლიკოთ ღილაკს. საქმის საკეთებლად ხართ არჩეული. თქვენ კიდე დემაგოგიური განცხადებები არის თქვენი მადლობთ, კარგი, მადლობთ. მე მინდა ბატონ რამას ხოვო კომენტარი, ხოვ ბატონ რამას. არა, მიკროფონი. ბარათი არის არაპროფესიონალების მომზადებული. გასაგებია. პროფესიონალების ეპოქა. გასტიშო, კანონი მიიღეთ. უკაცრავად. მოусმინოთ ბატონ რამას. განმარტებითი ბარათი მიიღეთ. ბატონო ირაკლი, გაბატონოთ, ბოდიშგირდით, მოგცემ სიტყვას და შემდეგ შეგეძლება. უკაცრავად ბატონმა თქვა. აბსოლუტურად მე ვიზიარებ ერთ არგუმენტს, რომ რეგულაციები უნდა არსებობდეს. ჩვენი კრიტიკა არის სხვა. ამ ფორმით და ამ ზომით უნდა არსებობდეს რეგულაციები. კარგად შეეხო იუმორნარევით. ამის განხორციელების მექანიზმი რეალურად არსებობდა. ეცამეს გეტყვით. ჩვენ გქონდა კანონი, რომ სკოლასთან არ უნდა გაყიდულიყო სიგარეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვს სიგარეტი არ უნდა მოეწია. ამას რა პასუხად რა სტატისტიკა გააქვთ ამდენი შემთხვევა მოხდა ესეთი ვინმე აღრიცხა კარგი თქვენსაც უნდა ბოდიშვილი არა ბოდიშვილი გადაცემას თავის წესებიან და დროა მითხარი რამდენი კალენდაროა იყო შემდეგ ბატონ რამას უნდა მოусმინოთ უკაცრავად ბატონო ირაკლი ბატონო არა ერთი წადება დამჭა ერთი წადება და ასე ამბობთ ერთი ვამთავრებ ერთი წადება დამჭა ეს არიან ადამიანები რომლებსაც 2013 წელს კანონში ეწერა რომ 18 წლამდე ბავშვებს სიგარეტის მიყიდვა იყო აკრძალული არაფერი არ გაუკეთებია დღეს დემაგოგობით არიან ახლა. კარგი, მადლობთ. ბატონ რამას მოусმენ, შემდეგ თქვენ. ბატონ რამას გისმენ. თქვენი მიკროფონი ჩართულია. მადლობთ. ეხლა ჩემი დროა. ჩართულია მიკროფონი. თქვენი დროა ნამდვილად. ჩემი დროა. ახალ შობილი ბავშვი, რომელსაც აქვს თეთრი ფერის ფილტვები და დედამისი ეწეოდა. იმის წინაპარი კიდე ეწეოდა. ამ ბავშვს ექნება რა მომავალი. შეიძლება ისეთ დაავადებით მოგვდეს ვერავინ აღრიცხოს დროზე ეს დაავადება დიაგნოზი ვერ დასვა. ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ. ამ კვამლის ესე ეფექტი უარყოფითი საიდან მოქმედებს, საიდან დავიწყოთ, აი ჯამთელებზე მოქმედებს, რისკს მათ ამცირებს. გამიგე იმუნიტეტის რისკს. მათ მეტი დაავადება ემართებათ. მეორე კატეგორია არის, რომელთაც აქვს დაავადებები. ამას ამძიმებს და თავისთავად თვითონ იწვევს დაავადებებს. აი მაგალითად პირდაპირ შეიძლება არ თქვათ რომ აი დაავადებას იწვევს
დიაბეტთან დაკავშირებით, მაგრამ რისკის ფაქტორი, ანუ ფაქტორი, რომელიც ზრდის დაავადების განვითარებას 2-ჯერ და 4-ჯერ მატულობს. ეს არის ერთ-ერთი დიდი მკვლელი. ყველაზე დიდი მკვლელები დაავადებებში რომელია? აი ჩემი მეგობარია ბატონი იურა, მან ბრძანა რომ სიამოვნებით ეწევაო. ამ სიამოვნების უკან არის მაღალი არტერიული წნევა, ჰიპერტენზიას ვეძახით ჩვენ ახლა. აქედან გამომდინარე ჰიპერტენზია არის პირველი ნომერი მკვლელი. 1,5 მილიარდ ადამიანი არის დაავადებული. ჰიპერტენზიას იწვევს, გულის უკმარისობას იწვევს, გულის დაავადებებს. აი ეს ათეროსკლეროზული გადაგვარებები რო არის, რომელიც ზვირადღირებული ოპერაციების შედეგად შეიძლება მიუსწროთ დროზე და გადავარჩინოთ. ამას ყველაფერს სიგარეტი ამციმებს. ბატონ რამაზ, აი ეს კანონი, რომელზეც ახლა ვშელობთ და ვკამათობთ, თქვენი აზრით შეცვლის ვითარებას, ტენდენცია როგორი იქნება თქვენი დაკვირვები და რა შედეგი შეიძლება ამან მოიტანოს? ყველას თქვენთან ერთად მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ჯანსაღად აზროვნებთ, ახალგაზრდები, იუმორისტები, ჟურნალისტები, ექიმები, ყველანი ერთად დარაზმულად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი პირადი მაგალითიც მივცეთ ამას, რომ არ მოწიონ, ნაკლებად მოწიონ. მე რასაკვირველია, გარკვეულწილად, რასაკვირველია, ფიქრობ იმაზე, რომ ეს ხალხი უმუშევარი არ დარჩეს. თუმცა შეიძლება ერთად ვიფიქროთ, რომ მათ დაკავება მომავალ ტურიზმით იყოს. გათვალისწინებული ახალი ტურიზმი რო ახალი ჯანსაღი ტურიზმში ხო ზუსტად მაგას დავაკეთოთ მათი ეს ცოდნა ეს შეიძლება ნიჭი აქვთ რაღაცა ბიზნესში და ეს ნიჭი გამოვიყენოთ ტურიზმში ტურიზმი მართლა გიდება ჯანსაღი ისე რო თქვა აბა მოდი გულზე ხელი დავიდოთ ახლა კმაყოფილები ვართ როცა ჩვენ ესე იგი ამ ფანს რესტორანში შედის ხალხი შეიძლება არქიტექტურულად დიზაინით კარგად არის გაკეთებული და ყველაფერი გაბოლილია მე სახში მივდივარ ჩვენი სტუმრები და ჩვენ და 3 დღე ტანსაცმლიდან სუნი არ გამოდის. გასაგებია. კი ბატონო. ხო გტკივად გული ამასთან დაკავშირებით. მადლობთ. მერაბ, მოკლედ თუ შეიძლება და ლელას უნდა მივცე შემდეგ სიტყვა და შემდეგ თქვენ ყველას გექნებათ თითო წუთი იმის თქვენი აზრით. თქვათ, მარტივ რამეს უნდა გაუსვათ ხაზი, რომ წეველებს რესტორანში მოწევას არავინ უგრძალავს თუ ამ რესტორანს აქვს ტერასა, აივანი და გარე სივრცე. ეს ერთი, მეორე. ამ კანონთან დაკავშირებით ვისაუბრეთ ჩემს უფლებაზე, არ ამ წეველის, ჩემი ბავშვის უფლებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ამეროს არ უნდა დაგვავიწყდეს რესტორანში დასაქმებული ადამიანის უფლებები, რომლებიც არის გაცილებით მნიშვნელოვანი ვიდრე ჩემი უფლება, იმიტომ რომ მე შეიძლება თვეში ერთხელ წავიდე რესტორანში და ოფიციანტები, რომლებიც მუშაობენ რესტორნებში, დილიდან საღამომდე ყოველ დღე იმის გამო რომ მაგალითად ვიღაცა მიიღოს სიამოვნება, მხოლოდ ამის გამო ისინი ყოველ დღე გაჭვარტულ ოთახში მუშაობენ დილიდან საღამომდე და მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. იმიტომ რომ დღეს სამუშაო ადგილები არ არის. დიდი მადლობა ლელა გისმენთ. გასვეუბნებით ჩვენ მაინტერესებს. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მე უბრალოდ ერთს დავამატებ 1952 წელს გამოაცხადა ამერიკის ექიმთა ასოციაციამ, რომ სიგარეტი იწვევს, უпроსოდ თამბაქოს მოწევა იწვევს კიბოს. იმის შემდეგ ძალიან ბევრი რამე გამოაცხადეს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. ეს ისე ფაქტისათვის და ძალიან ბევრი რამ ვიცით, რაც ასევე იწვევს კიბოს, ასევე იწვევს სხვა დაავადებებს. მე პირადად საბჭოთა კავშირში დავიბადე, საბჭოთა სკოლაში დავდიოდი და მოვდივარ საბჭოთა კავშირიდან. მე ეს ქვეყანა არ მომწონდა, სწორედ იმიტომ, რომ რაღაცეების ჩემქცევის დარეგულირებას ცდილობდნენ და მე ვიცი ვთქვათ, იმ მომენტში იგივე ჩემნაირი გოგოებისათვის, თუმცა მე სიგარეტის კვამლი თავიდანვე მომწონდა, მოდი ახლა ვიტყვი, რას ნიშნავდა სიგარეტის მოწევა, შარვლის ჩაცმა. ეს გარკვეულწილად იყო აქტი, ეს იყო ემანსიპაციის ნიშანი. მოდით მე არ ვამბობ რომ კარგია, მე პირიქით იმასაც ვამბობ რომ რეკლამა მართლა უნდა აიკრძალოს. მე იმაზეც ძალიან დიდხანს ვბრაზობდი რომ ძალიან იაფიღებდა საქართველოს სიგარეტი და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ეჩვეოდა, მაგრამ ამ წუთში მე ჩემს თავზე ვლაპარაკობ. მე მოვდივარ იმ საბჭოთა კავშირიდან, სადაც იგივე ამ ყველაფრის გაბედვა გარკვეული რისკი იყო. მე მივეჩვი ამას, მე მომწონდა გამერისკა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც ვიღაცა ჩემს ჯანმრთელობაზე იმაზე მეტად ზრუნავდა, ვიდრე მას ეხებოდა, სადაც ვიღაცა ჩემს სიცოცხლეზე ცხოვრებას აკონტროლებდა. მე მივეჩვი ამას. სიგარეტის ქალბატონი გუგული ამბობს, რომ ფსიქოლოგია. და თვითონვე ამბობს ქალბატონი გუგული, რომ ძალიან მცირედით მცირდება ამ რეგულაციების შემოღების შემდეგაც კი ევროპაში სიგარეტის მოწევა. მე ვიცი, მე ვერ შევძელი სიგარეტის მოწევისათვის თავი დამენებებინა. ჩემნაირები ამ ქვეყანაში უმცირესობაში ვართ, მაგრამ ვართ თურმე. მე მაინტერესებს, ეს ადამიანები ხო ვარსებობთ. მე თანახმავარ ბევრი გადავიხადო სიგარეტში. თანახმავარ იმაზეც, რომ არ მიეჩვიონ, იმიტომ რომ ბევრი უნდა ღირდეს სიგარეტი, რომ ახალგაზრდებმა არ დაიწყონ მისი მოწევა, მაგრამ ეს არ გაკეთდა გუშინთლამდე. ახლა მეუბნებიან, რომ ერთ თვეში, ერთ წელიწადში
შენ უნდა იქცე ამ ქვეყანაში ბომჟად, რომლისაგანაც უნდა აქციზის გადასახადის გადავიხადო, რომელიც უზარმაზარ შენატანებია, ხო? ორ თვეში 200 მილიონამდე იყო აქ ციგარეტიდან აქციზის გადასახადი. უნდათ რომ რესტორანშიც დავხარჯო ფული. იქ სამუშაო ადგილის გავაჩინო, 5 ლარიანი ყავას დავლიო, მერე გამოვიდე, გარეთ სადღაც წვიმაში, ქარში მოვწვიო და ეს ქვეყანა არსად არ ითვალისწინებს ჩემს ელემენტარულ ინტერესს, რომ მეც მინდა, არა კიდე უნდა დავასრულო, მეც მინდა ელემენტარულად იგივე გართობის უფლება მქონდეს, იგივენაირად სადღაც მომიწყეთ ერთი ადგილი მეც. მე ამას ვიძახი, სხვას კი არაფერს და მაცალეთ დროში 30 წელია ახსენეთ თქვენ. დროში მაცალეთ რომ მეც ნელ-ნელა მიუახლოვდე სხვა სტანდარტს. მე მთავაზობ ჩვენი სახელმწიფო იგივე სტანდარტ სოციალური დაცვისას, რასაც ევროპული სახელმწიფო სთავაზობს თავის მოქალაქეს, ან ისეთ განვითარებულ ბიზნესებს, როგორც ამერიკაშია. ბატონო კახა, ძალიან გთხოვთ, შეურაცხყოფას ნუ გვაყვანებთ. თქვენ მეტი არაფერი გაგიკეთებიათ ახლა, გარდა იმისა, რომ ჩემისთან ადამიანებს, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო 25 წლის მანძილზე არც ერთმა მთავრობამ არაფერი არ გაუკეთა ჩემისთანა და ძალიან ბევრ ჩემისთან ადამიანს, რომ ის არ გაღარიბებულიყო. არაფერი არ გააკეთა ამ სახელმწიფომ იმისათვის, რომ მათი ჯანმრთელობა უკეთესი ყოფილიყო. მე დღემდე ვერ ნახე და ვერცერთ ვიხვეწები ძალიან დიდი ხანია, რომ გააკეთდეს მასობრივი სპორტისათვის ხელისშეწყობის საშუალება, ელემენტარულად სკეიტბორდებით რო შეძლონ და ველოსიპედებით ბავშვებმა. ამისათვის არაფერი გააკეთდა. ყველაფერი ტროტუარზე ადგილი არ არის და აი ამ პირობებში ნუ მეუბნებით რომ ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩემს ღირსეულ ცხოვრებაზე და ჩემს გაღარიბებისაგან დაცვაზე ზრუნავთ. იმიტომ რომ ადამიანები ძალიან ხშირად და მათ შორის მეც ერთადერთი ვის იმედათაც ძალიან ხშირად გძნობდით თავს, იმიტომ რომ ელემენტარულად არ გადავცდენილიყავით ჯგუფიდან, სახელმწიფო ძალიან ხშირად არასწორი ქმედებების გამო. სწორედ სიგარეტის იმედით ვიკლავდით ხოლმე ამ ყველაფერს და ამ ადამიანებს ძალიან ხოთ შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ, არ დაგვიმსახურებთ. თანახმავარ გადავიხადო, თანახმავარ ზედმეტი გადავიხადო, მაგრამ შეურაცხყოფას და ბომჟად ქცევას და გამოცხადებას ვერავის ვერ. დიდი მადლობა, ბატონ კახა, სწორედ თქვენგან დავიწყოთ. ახლა შემაჯამებელი სიტყვები გექნებათ და პირველი ხართ თქვენ. მე არ ვიცი ქალბატონი ლელა ინდუსტრიასთან არის თუ არა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ წეველებთან კი ბატონო. მე არ ვიცი ხარ თუ არა მართლა არ ვიცი ხარ თუ არა დაკავშირებული, მაგრამ წეველებს ჩვენ ძალიან კარგად გვისმენენ, მე მგონი ყველა მწეველი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მათი დამოკიდებული ვართ. წეველთა 40% ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ცდილობს თავიდანებოს მოწევას, მაგრამ ამას ვერ ახერხებს სახელმწიფოს უმოქმედობის გამო. იმას რასაც ქალბატონი ლელა ამბობს, ოღონდ და სხვა დისკურსში. ეს წეველები მოითხოვენ, სწორედ ეს წეველებია ის ადამიანები, ვინც მოითხოვს, რომ აიკრძალოს მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში, იმიტომ რომ მათ სხვანაირად შანსი არ აქვს, რომ თავი დაანებოთ. ამ ხალხს არც განათლება აკლია და არც ინფორმაცია თამბაქოზე. უბრალოდ დროა, რომ ეს ინფორმაცია და ეს განათლება რეალიზებული იქნეს კანონებში. ანუ ვიღაცას უნდა სიგარეტზე თავის დანებება, ვერ ანებებს და ამაში უნდა მიეხმაროს სახელმწიფო. სახელმწიფო უნდა აიკრძალოს ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის მას თავის დანებებაში და უნდა შეიქმნას გარემო, სადაც ეს ადამიანი მის ამ სურვილს აღასრულებს რეალურად. და კიდე ერთი რაღაც მინდა ვთქვათ, თუ შეიძლება ბევრი დრო აღარ ბატონ გისმენთ. ეხლა რაც შეეხება პრობლემას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ვინც არის დასაქმებული ამ სფეროში. ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე კვლევას ჩატარდა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მე მგონი სამეცნიერო სიმძლავრეებში არავის არ ეპარება ეჭვი. ჩვენს რესტორნებში და ბარებში დასაქმებული 50 ადამიანის თმის სინჯი იყო სპექტრული ანალიზის საშუალებით გასინჯული. ანუ დღის განმავლობაში ამ 8-9 საათის განმავლობაში, რასაც ისინი ჩაისუნთქავენ ნიკოტინს და სხვა მომშხავლენ ნივთიერებებს, რა რაოდენობით რჩება მათ ორგანიზმში. ეს არის ზუსტად ის ხალხი, ვინც პასიური მწვერვალის მსხვერპლია და აღმოჩნდა, რომ მონაწილე 35 ქვეყანაში საქართველოს გავიდა პირველ ადგილზე. ანუ ნიკოტინის და სხვა ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაცია ზუსტად ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ორგანიზმში იყო ყველაზე მაღალი. ეს არის ათეულათასობით ჩვენი თანამოქალაქე, ჩვენი ახლობლები, მეგობრები და ასე შემდგომ, რომლებიც ისე და იძულებული არიან ზუსტად ამ არაადამიანურ პირობებში, როგორაც არ უნდა გავტიხროთ ჩვენ რესტორნები და ბარები, როგორი გამწვევი სისტემებიც არ უნდა დავამონტაჟოთ, არ არსებობს მისი განეიტრალების არანაირი ტექნიკური საშუალება დღეის მდგომარეობით გამოგონებული. ამიტომ ერთადერთი მარტივი გამოსავალი მათ შორის ადმინისტრირებისთვისაც, გიორგი, შენ მინდა გითხრა, გახლავთ ყველაზე მარტივი გახლავთ სრული აკრძალვა, როდესაც იქ დასაქმებული ადამიანებიც აბსოლუტურად ესე ვთქვათ, დაცული იქნება და შესაბამისად ადმინისტრირებაც იქნება ძალიან მარტივი.
ეს არის ასე რომ ვთქვათ საერთაშორისო პრაქტიკა და ჩვენ რაიმე სათქმელი თუ გამოიყენეთ თქვენი ერთი წუთი. ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა პოლიტიკურ ნებაში გამოიხატება, რომ მიიღოს კანონი, რომ დაარეგულიროს ის მოვლენები, რაც საზოგადოებისთვის არის საზიანო. პოლიტიკური ნება გამოხატა საქართველოს პარლამენტმა უკვე პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღებით და პოლიტიკური ნება იქნება ასევე ისიც, რომ აღსრულების მექანიზმებში ჩვენ ჩავდოთ რაც შეიძლება ქმედითი მექანიზმები და პარლამენტს აქვს მონიტორინგის უფლება, ჩვენ უნდა გაუწიოთ კონტროლი, როგორ მიმდინარეობს ეს საკითხი, ხო? ჩვენ მივეცით 1 წელი ინდუსტრიასაც, რეკლამას ინდუსტრიას და სხვას, რომ ასე ვთქვათ, გააცნობიერონ და ასე ვთქვათ, თანდათანობით გადავიდეთ ბიზნესის სხვა სფეროებში. და მე ჩემდა თავად მეც და ჩვენი გუნდი, ჯანდაცვის კომიტეტი და სხვები, ვინც მხარს უჭერენ, პირობას გაძლევთ, რომ ეს კანონიც გავა, შესაფერისი აღმასრულებელი მექანიზმებიც იქნება და მონიტორინგიც გახორციელდება, რომ საქართველოს დადგეს იმ ქვეყნების რიცხვში, რომელშიაც ძალიან შეგნებულად მაღალი თვითშეგნებით მივდივარ თანდათანობით იმისკენ, რომ 1%-ით, 2%-ით წეველების რიცხვმა მოიკლოს, რომ ახალი არასრულწლოვანები და ახალმა ნაკადმა არ შევიდეს მოწევისობაში საქმიანობაში და ბოლოს კონდეს საშუალება, რომ 2030 წლისთვის საქართველოს იმ ქვეყნების რიცხვში მაინც იყოს, სადაც სტატისტიკურად 5%-ზე მეტი არ არის მოწეველი. გმადლობ, დიდი მადლობა, ბატონო ვახტანგ, ბატონო ირაკლი და ბატონო იური, შემდეგ თქვენ. ჩვენ რეალურად ვიყოფით ორ ჯგუფად ადამიანების, ვინც რაღაც ეკონომეტრიკას კი არ უყურებს, იდეოლოგიურად უყურებს. ჩემი აზრით, ადამიანს აქვს საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება, როგორც ამერიკის კონსტიტუციაში წერია და ამ ბედნიერებისკენ სწრაფვაში ის თავისუფალია თვითონ გადაწყვიტოს, როგორ მიაღწიოს მისთვის ყველაზე საუკეთესო მდგომარეობას. ჩვენი ოპონენტები არიან ადამიანები, რომლებსაც ამის არ ჯერათ. მათ გონიათ, რომ ისინი არიან ის ხალხი, ვინც ყველა დანარჩენს უნდა განუსაზღვროს, როგორ არის სწორი ქცევა, როგორ უნდა მოიქცეს, რა შემთხვევაში იქნებიან სხვა ადამიანები ბედნიერები. ამიტომ ჩვენი შეთანხმება არის შეუძლებელი და მათ შორის ეს ანტიფათია. რეგულაცია რითაც არსებობს პარლამენტში. ზუსტად ეგ არის განსხვავება, რომ თქვენ ასე გესმით და მე სრულად საწინააღმდეგოთ. კატეგორიულად. ამიტომ ჩვენ ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით მსგავს საკითხებს. თუმცა მეორე, ხო, ღმერთთან უქნას, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე საკითხი ის არის, რომ მე ამავე დროს მჯერა, რომ ეს აკრძალვები ვერასოდეს ვერ მოიტანს კარგ შედეგსაც ამავე დროს. და ამის გასაზომად ჩვენ გვექნება დრო. გვექნება აი როგორც თქვა, თუ ვერ აღვასრულებ თუ ვერ აღვასრულებ, დაგჭირდება პოლიციელები თუ არ დაგჭირდება, გაუშვებენ ადამიანებს სამსახურებიდან თუ არ გაუშვებენ ცხოვრებაში დავინახავთ. და ჩვენ დავინახავთ და აი ზუსტად ჩვენ შეგვიძლია დავიმახსოვროთ თქვა ეს დებატები, ან ალბათ კიდევ იქნება ეს დებატები და მომავალში, როდესაც კიდევ ერთხელ შევხვდებით ამ თემაზე საუბრობთ და უკვე შედეგებს შევაფასებთ, მერე გამოჩნდება რომელი მხარე იყო მართალი. ბატონო ირაკლი. პრინციპში ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის გამოტოვებული ჩვენს ლოგიკაში და მე ოპონენტებიდან რასაც ჩვენ შეფასებას ვხებულობ არის ის რომ თითქოს და ჩვენ რადიკალურად ვამბობთ რომ ესეთი კანონები არ უნდა გატარდეს. ჩვენი პოზიცია მე მაყურებელს კიდე კარგად მინდა ეს რო აუხსნა. რეგულაციები აუცილებლად უნდა იყოს რომ პასიურ მწველებზე ადამიანები ოღონდ კარგი ვახო არის ზიარეს მაგრამ პასიური მწველების კუთხით რა თქმა უნდა რაღაცა გარკვეული ტიპის რეგულაციები უნდა არსებობდეს. მე ამ ნაწილს ვიზია. მოდი თქვენ მნიშვნელოვანი დავარქვათ მე რაღაცას ვიტყვი. ეგ ერთი ნაწილი, რასაც ჩვენ ვემხრობთ ამას, მაგრამ ის რასაც დღეს აკეთებენ და არ ვიცი თქვენ საქართველოს პარლამენტი ხართ თუ ამერიკის შეერთებული შტატების, იმიტომ რომ დასაქმება არ იცით ქვეყანაში რა ტემპებით 10,000 ადამიანი რომელიც საცოლო გაყიდვებშია, სამსახურს რო დაკარგავს, სად ერთი წუთი როგორ არ დაკარგავს და ამას სტატისტიკა ბიზნესია დასაქმებული და ყიდის თამბაქოს, მასთან ერთად სხვა პროდუქტებსაც ყიდის. თავარი გაყიდვების ნახეთ, არ გინდათ რა გეხვეწებით ეს ტყილები მოიკითხეთ თქვენსკენ, ეს 10,000 საიდან მოიკითხეთ, ტყილები 10,000 საცოლო მაგალითად მოვიყვანეთ დრაივის მაგალითი არის ამ ადამიანთან 10,000 სტატია ნახეთ აისეთი საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია სადაც საუბარია 10,000 არის საცალო გაყიდვების ობიექტი ის ობიექტი ავტომომსახურებაზე უკეთესი მე ქალბატონი გუგლი ორჯერ მეტად დაასახებს ადამიანებს აი ავტომანქანას ვინც ემსახურება ეგრეთ წოდებული დრაივი ვინც ავტომანქანას ის რატომ დაკარგავს უკაცრავად ის რატომ დაკარგავს სამსახურს როცა ამ სიგარეტთან ერთად სხვა პროდუქციასაც
ეს ამ ადამიანების ესეთი მსგავსი პუნქტების თავარი გაყიდვის ადგილი არ არის წყლის გაყიდვა, წყლის გასაყიდვა იდეაში მანქანები ნაკლებად აჩემ თავარი რასაც ეს სერვისი ყიდის არის სიგარეტი და პლუს კიდე ამ სიგარეტის ინდუსტრიის რაც საცალო გაყიდვებზია საუბარი მათი მთავარი შემოსავლის წყარო იყო რომ ვიტრინაზე წინა პლანზე დაელაგებია დაუშვათ სხვადასხვა კომპანიის სხვადასხვა სიგარეტები ეს შესაბამისად ამ ბიზნესს რო წაართვე ვორჩი საძლეობას ერთი რეკლამირები დავანებოთ კაი შეიძლება მაცადო დამამქალებიო ძალიან ანერვიულები ხარ უკულტურო ბრძანდებით პატრიცემული იმიტომ რომ მე ვსაუბრობ და თქვენ ხელს მიშლით ხო უკულტურო ხარ არ შეუშალოთ ხელი ისედაც ჩვენი დისკუსია არის ამინდა რო გითხრათ კარგად მიაქციეთ ყურადღება ამ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების ძირითადი შემოსავლის წყარო არის ჯიხურზე განთავსებული რეკლამა და ის ციფრი რაც ვახსენე და მეორე მთავარი შემოსავლის წყარო არის ხელფასი რაც აქვს და სიგარეტის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ერთის ეგზალება რეალურად და მეორე შესაბამისად ეს ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და ვერავ ჩვენი დასაქმების ტემპები არ არის ის ტემპები რასაც ჩვენ ვასრულებთ უკვე გადაცემას გისმენთ აქ ისეთი რამე აქ ესეთი შეიქმნა სიტუაცია, რომ აქ არის რეტროგრადები და აქ არის ხალხი, რომელიც საქმის კეთება უნდა, ჩემ თავრობას და თქვენ გულისხმობთ, საქმის კეთებას ჩვენ ვამუხრუჭებთ, რა ვიცი, მე გავიყვანთ და მუხრუჭებთ, ავი და რაფის არ ამუხრუჭებს. ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს ნორმალურად. ის რაც ახლა ხდება ქვეყანაში, მოდი სხვა რამეს რო შევეხო, სულ გავგიჟდებით. აბსოლუტური კატასტროფაა რა, უმუშევრობაა ტოტალური. საშინელ ყველას აქვს საბანკოვალი აკიდებული, ხალხი განერვებული, გაუბედრებული. უმუშევრობა მთელ მსოფლიოში არის ძალიან დიდი პრობლემა და ერთ და ორ წელიწადში არ ხდება ხოლმე უმუშევრობის შემცირება. უმუშევრობის შექმნა ხდება ერთ-ორ წელიწადში მსგავსი რეგულაციებით. ეს მოდით უგავსეთ ვაცალოთ აზრის გამოთქმა. არასწორი პოლიტიკის მაგ პრინციპით შეიძლება ჩვენ დაუშვათ ნარკოტიკების გამყიდველები გავამრავლოთ დავუშვათ ქვეყანა და ექნება სამუშაო ადგილი და ექნება შემოსავალი. თავარი შემოსავალი უნდა იყოს ჩვენი დავასრულებინო თავისი საქმე. არასწორი პოლიტიკის გამო ეს მოწამლულია მთელი ქალაქი. უმდენი მანქანა იგრევა. ეს ყველაფერი არის პრობლემა. კი ბატონო, ეს ყველაფერი პრობლემაა. უნდა მივიღოთ ეგ რეგულაციები. მოგულად უნდა მივიღოთ. გამიჯერეთ რა. აი ეს აქტივობა, რომელიც არის, ვითომ აქტივობა, რომელიც არაფრის მომტანი არის და ეს ნამდვილად იქნება არაფრის მომტანი, თორე მე კი მომხრევა ორი ხელით არავიდან მოწიოს საერთოდ. ყველა იყოს ჯანსაღი, ლამაზი, კარგი და მადლობა. კი ბატონო, ვასრულებთ ბატონმა რამაზმა მთხოვა სულ რამდენიმე წამი 30 წამში. ერთი პატარა მესიჯი. რატო გაერთიანდა მთელი მსოფლიო ამ სიგარეტის მოწევის საწინააღმდეგოდ? ის ქვეყნები, სადაც აიგზალა, რა მოხდა? სენსაცია. შეწყდა და მნიშვნელოვნად დაიკლო სიკვდილობამ გულსიზრდვა დაავადებებისაგან და ონკოლოგიური დაავადებებისაგან. ამის შემდეგ ჭკვიანმა ტვინებმა გადაწყვიტეს, რომ ეს თლიანად თელ მსოფლიოში გაავრცელონ და სულ ცოტა ხანში იქნება თელ მსოფლიოში შეტევა სიგარეტის წინააღმდეგ. თელ მსოფლიოში. აი ამას უნდა ველოდოთ. გმადლობთ და გიორგის თხოვ ბოლოს და შემდეგ ვასრულებ ჩვენს დისკუსიას. კოკა-კოლას ხაჭაპურთან ერთად, რომელიც კლავს მოხდა. თქვენ რა მერმეთ სიგარეტის ყნება ადამიანი? აი ასეთი რამის, ასეთი შხამის დამატება ხაჭაპურზე არ დაძვრის სიკვდილს. რაც შეგვიძლია ჯემი რეგულაცია შევიდეთ მე რეგულაცია. უამრავი რაღაცა ხდება. კოკა-კოლა არ უნდა შეიზღუდოს რაღაც ეტაპი. უნდა შეიზღუდოს. კარგი, კოკა-კოლაზე შემდეგ სხვა გადაცემებში. კოკა-კოლაზე სხვა გადაცემებში ახლა ვასრულებთ ამ დისკუსიას. გიორგის მოусმინოთ. ჭიქაზე დალევის შემდეგ რესტორანში დაწესდეს რეგულაცია და აიგზალოს, იმიტომ რომ ალკოჰოლიც კლავს ადამიანებს. აი ეგ არის ერთადერთი. მადლობა. მე მაგის მომხრეცალა. მერაბ 30 წამს მოგცემთ მეცვერა. ესეთი მაგალითები ხშირად მოყავთ, რომ აი ალკოჰოლის მამდებელია 200 ხინკალი რო შეჭამო მოკვდები ხაჭაპურში. ალკოჰოლს რო სვამ, შენ თავს აუნებ და სიგარეტს რო წევ, მე მაუნებ, რომელმაც არ ვამირჩევია სიგარეტს. ეს არის განსხვავება. შენ თავს აუნებ ალკოჰოლით, მაგრამ მე არ ვნებ ალკოჰოლს. გასაგებია გიორგი. ხუმრობის რეჟიმში გადავიდნენ სტუმრები და მოდი მე სერიოზულად დავამთავრებ. თქვენ მოემსახურებით? თქვენ იქნებით? ბატონ გიორგი, უკაცრავად, დისკუსია ვერ გაგრძელდება. დიდი ბოდიში ადამიანი, ანუ იმას არ უშვება ონკოლოგიური დაავადება. ჩვენ სიხისტეზეა საუბარი. სხვა მიკროფონია. გარდამავალ ეტაპზე ვარ. ბატონ გიორგი, არის მის ხმა სხვა მიკროფონია ჩართული. სიგარეტზე ყველაზე უფრო სწორი შეფასება რაც გამიგონია და რაც დამახსოვრდა არის რომ ინდიელები რო გაჟუჟეს დანარჩენებმა იმათ დაგვიტოვეს წევლად ეს თამბაქო და სიგარეტი და ადრე თუ გვიან უნდა დავამარცხოთ ქართველებმა უნდა შევძლოთ და რაღაცნაირად დავამარცხოთ
ეს კანონი ხელს შეუწყობს თუ არა, არ ვიცი, უფრო მგონია რომ ფურცელზე შეუწყობს, მაგრამ საქმით არ ვიცი, მაგრამ 2030 წელს თუ ეს დამარცხდება, მე მგონი შვილები ყველას ყავს და იმათვის კარგი იქნება. და ვისურვოთ 2030 წელს ეგ პრობლემა აღარ გქონდეს. გასაგებია. დიდი მადლობა. 2030 წელს დავამარცხოთ. ეხლა უნდა ჩაუყაროთ საფუძველს. დაკავშირებით გამოიქვა თქვა სკეპტიციზმი და ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ რესტორნის მეპატრონეს ეკისრება პასუხისმგებლობა. შესაბამისად, როცა შენ მიდიხარ რესტორანში და გააბოლებ, მას აქვს კანონით ვალდებულება თვითონ გაგაფრთხილოს და შენ თუ გაფრთხილებას არ დაემორჩილები, მე ვალდებულება აქვს გამოიძახოს პატრული და შემდეგ პატრული დაგაჯარიმდება. თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ რესტორნის მეპატრონე დაჯარიმდება. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ყველას. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდები და უკვე ჩვენს აუდიტორიას მიეცემა შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პოზიცია. მადლობა. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვარ და ჩვენი გადაცემის დასკვნითი ეტაპი, როდესაც აუდიტორიას ეძლევა შესაძლებლობა გამოთქვა საკუთარი აზრი იმასთან დაკავშირებით, რასაც აქ დებატებში ისმენდა 2 საათის განმავლობაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და თუ შეიძლება გადააწოთეთ მიკროფონი, გისმენთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მე გახლავართ არასამთავრობო ორგანიზაცია პრესტოს დამფუძნებელი და მინდა შევეხოთ თამბაქოსთან არსებულ პრობლემას, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს დააწესოს გარკვეული რეგულაციები. საერთოდ როგორც არამწეველი მივესალმები, რომ გარკვეული სახის რეგულაციები არსებობდეს და თუ კი ეს მიმართული იქნება იქითკენ, რომ შეამცირონ თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, ეს იქნება დადებითი ჩვენი მომავლისთვის და ქვეყნისთვისაც, რა თქმა უნდა. აქ საუბარი იყო, რომ შექმნის ეს გარკვეულ ეკონომიკურ პრობლემებს, რაც ბუნებრივია, რომ ასე იქნება, მაგრამ ეკონომიკური განვითარება შეიძლება სხვა კონკრეტული მიმართულების გაუმჯობესებით. მაგალითად, თუ ჩვენ განვავითარებთ სოფლის მეურნეობას, თუ მოვიზიდავთ უფრო მეტ ტურისტს, თუ ხელს შეუწყობთ ინვესტიციების რაოდენობის გაზრდას და კერძო ბიზნესს მივცემთ უფრო ფართო გასახანს, ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და არ უნდა ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ სიგარეტში არის ეკონომიკური განვითარება. გირჩის წარმომადგენელი იყო აქ და თუ გირჩის პოლიტიკას ისეთივე არის, რომ თქვა თუ იქნება მარიხუანა ლეგალიზებული და ბაზარზე დაშვებული, რომ გაიყიდოს ისე როგორც მაგალითად იყიდება ზუაჩკა, ეს მოიტანს უფრო მეტ ეკონომიკას, საღეჭი რეზინა, უკაცრავად ჟარგონისთვის, ანუ უფრო მეტ ეკონომიკას მოიტანს და უფრო მეტი ფული შემოვარდნით. თქვენ ახსენეთ, რომ გარკვეულ რეგულაციებს თავად თქვენც მიესალმებით. გაქვთ წარმოდგენა, შეხედულება, რა შეიძლება იყოს ეს გარკვეული რეგულაცია? აი მაგალითად, თუნდაც ის, რომ საჯარო დაწესებულებებში აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება და მოწერა. ეს ამ კანონპროექტში ისედაც დევს. ეს სასახული და რა თქმა უნდა, კარგია. ასევე იყო ნახსენები ისიც, რომ გარკვეული წლის წინ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე ასაკის ადამიანებს ეკრძალებოდათ სიგარეტის ანუ ყიდვა, შეძენა. ბუნებრივია ეს იყო კანონი და სარიელ ფურცლად დარჩა, იმიტომ რომ მეც ვარ 17 წლის ასაკში და ვხედავ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა არ გექნებათ პრობლემა თუ მოინდომებთ იყიდოთ სიგარეტი. რა თქმა უნდა, ეს ანუ კანონი რომელიც იყო შემუშავებული, მუშავდებოდა მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სულ რამოდენიმე თვით, მაგრამ რეალურად ამის ქმედით უნარიანობას არავინ არ ამოწმებდა. თუ იქნება შესაბამისი სააგენტო, რომელიც გააკონტროლებს თუ რამდენად ქმედით უნარიანი არის კანონი, შესაბამისად ეს შეამცირებს მომხმარებელთა რაოდენობას. დიდი მადლობა, გისმენთ. მოგესალმებით, მე ვარ თამთა ფირანაშვილი. დღეს აქ საუბრობდნენ, რომ თამბაქოს მოხმარება უნდა აიკრძალოს და მე მოვისმინე კონტრარგუმენტი, რომ აკრძალული ხილი უფრო სასურველია. მე ვფიქრობ, რომ რეალურად აკრძალული ხილი თამბაქოს მოხმარება უკვე არის, რადგანაც როდესაც ბავშვი გამოდის ქუჩაში, ხედავს რომ ადამიანები ეწევიან, შედის ოჯახში და ხედავს რომ მშობლები ეწევიან და ამ დროს სწორედ ეს მშობლები ეუბნებიან რომ თამბაქოს მოხმარება არის ცუდი, არ უნდა მოწიო, უკრძალავენ. მაგრამ თავისი ქმედებით აჩვენებენ მაგალითს, ამას გულისხმობთ თქვენ. აი საიდან უნდა დაიწყოს თქვათ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმა? მე ვფიქრობ, რომ ეს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით, თუ მე ბავშვებთან ამ შემთხვევაში ბავშვებთან დაკავშირებით საუბრობ და ვფიქრობ, რომ თვითონ ოჯახმა უნდა გაატაროს ასეთი რეგულაციები და შემდეგ ქუჩასთან დაკავშირებით უფრო ხალხის შეგნებასთან გვექნება. დიდი მადლობა. კარგით. გისმენთ. მოგესალმებით, ლაშა შუკაკიძე, მოძრაობა სოლიდარობის ხელმძღვანელი. პირველ შემთხვევაში გამოვეხმავრომიდა ნიკა რუას გამოსვლას, რომელიც ახსენებდა, რომ თურმე ხელისუფლება იდგებს თავის თავზე
კანონმდებლობას, მინდა შევახსენო ნაციონალურ მოძრაობას, რომ პირველი ვინც თავის თავზე ირგებდა კანონმდებლობას და კონსტიტუციას ეს იყო ნაციონალური მოძრაობა, რაც შეეხება ახალ კანონპროექტს საქართველოს კონსტიტუციის თაობაზე, დაუშვებელია და თემთვის გაურკვეველია როგორც იურისტისთვის და ადვოკატისთვის, როგორ შეიძლება პრეზიდენტი იქნას 150-ან 200-ან 300 ადამიანის მიერ არჩეული, როდესაც პრეზიდენტს საყოველთაო არჩევნებით ირჩევს სრულიად საქართველო 1, 2 ან 3 მილიონი ამორჩეველი და ის ვალდებულია ხალხის წინაშე, როგორ შეიძლება 150-მან და 200-მან ადამიანმა აირჩიოს პრეზიდენტი. გარდა ამისა, შევეხები ორი სიტყვით თამბაქოს საკითხს. ძალიან კარგია რეგულაცია თამბაქოს თაობაზე, მაგრამ არსებული კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია, ფაქტობრივად მისი აღსრულება ქაოსს შექმნის მთლიანად საქართველოში. გარდა ამისა, არ შეიძლება ერთი ადამიანის ქმედება თამბაქოს მოწევა მეორე ადამიანს ჯანმრთელობას აყენებს და ძალიან კარგად დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის მოცემული, თუ როგორ შეიძლება დაჯარიმდეს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე დასჯადია, რომელიც პრაქტიკაში ფაქტობრივად არ ხორციელდება და დღეს რატომღაც პარლამენტში თუ სხვაგან ვიღაცას მოაგონდა ეს იდეა და წარმოადგინა, რაც ფაქტობრივად იმაჩნია დაუშვებელი. დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რომ იყავით 2 საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად და მონაწილეობდით ჩვენს გადაცემაში. დღევანდელი ეთერი ამით დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობა.